მოგესალმებით მეგობრებო, დღეს სტუმრად ყავს ბატონი ლევან მეტონიძე ბერლინიდან, ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე ამჟამად მოსკოვიდან, მე კლავაც ნიუ-იორკში, კერძოდ ბრუკლინიდან მოვაუწყებლობ და დღეს გვაქვს საინტერესო საუბარი თუ რაზე, ამას გადაცემის მსვლელობისას გაიგებთ. ლევან, დიმიტრი, მოგესალმებით მეგობრებო. მოგესალმებით ნიკა ლევან, მივესალმებით ჩვენს ვირფას მაყურებელს. თემები არის შემდეგი. ჩვენი საქართველოს ახალი პატრიარქი, მისი არჩევა, რა როლს შეასრულებს შიო მესამე საქართველოს ეკლესიის შიდა სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ყველა არის მოლოდინში, ბევრგან ფართო მედიაში ესეთი რეფორმებიც კი გაისმა, რომ თითქოს შიო მოახდენს რეფორმას, არ ვიცი, მე ეკლესიასთან არ მაქვს ესეთი ინტენსიური ურთიერთობა, იქნებ თქვენ გამარტოთ რა ეგულისხმებოდა რუის უბნისიც კი ახსენეს, ანუ ხვდებით ხო რა კონტექსტში ვამბობ და ასევე ჩვენი ახალი პატრიარქის როლი აფხაზეთთან და ცხინვალთან და ამას ხას იმიტომ უსვამ, რომ რუსეთის საპატრიარქოს მხრიდან, როგორც მათი პატრიარქის ასევე წარმომადგენლის მხრიდან, რომელიც თურმე სექტორული გამგეობა აქვს საქართველოზე, მან განაცხადა და მოიხსენიეს ჩვენი ახალი პატრიარქის სრული რეგალიებით, სადაც მოხსენიებული იყო წყუმ-აფხაზეთი, ანუ ამის აღიარება მოხდა და აი ამ თემის გარშემო ვისაუბროთ პირველი ნაწილი და მეორე ნაწილი იქნება რუსეთთან დამოკიდებულება ჩვენი, რუსეთის შიდა ვითარება, მით უმეტეს დიმიტრი მოსკოვში ბრძანდება და ალბათ უფრო საინტერესო და უფრო პირველ წყაროებზე გავგვიყვანს. მოკლედ ეს არის. დავიწყოთ იმითი, რომ ახალი პატრიარქი ყავს საქართველოს, ღმერთს მადლობა, რომ ასე მშვიდად და ლამაზად დასრულდა და ის პოლიტიკური ვითარება, რაც საქართველოში არის, ერთ-ერთში არ გადავიდა ჩვენ საპატრიარქოზე. რა სიტყვით? ბატონო ლევან. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. სრულიად საქართველოს ულოცავ ახალი პატრიარქის აღსაყდრებას. ვიმედოვნებ, რომ იწყება სულ სხვა ეპოქა ერა ჩვენს ქვეყანაში და მინდა გამოთქვა იმედი, რომ გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები პირველ რიგში ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, იმ ხალხთან, ვინც დიდი ხანია მოწყვეტილია დედა ეკლესიას და იქნება ქმედითი ნაბიჯები გადადგმული მათთან კვლავ ურთიერთობის აღდგენის. რეფორმებსაც შეეხება ეს მე ვერ გავბედავ ამაზე საუბარს, იმიტომ რომ ეს არის წმინდად ეკლესიის შიდა პროცესი და გამოვიჩენ თავმდაბლობას ამ საკითხში, თანაც არ ვიცი ზუსტად ისე რომ ჩამოვაყალიბო პოზიცია, გამოჩნდება პროცესში და შემდეგ შეიძლება თქვათ აზრის გამოთქმა და ნაბიჯები, რა თქმა უნდა, გამოჩნდება უწმენდესი და უნეტარესის და რა თქმა უნდა, ყველა ამას მოუთმენლად ველით და დაველოდოთ მოვლენებს. დიტო. კიდევ ერთხელ დიდი ღრმა პატივისცემით მოგესალმებით პატივისცემულება, მივესალმებით ჩვენს ვირფას მაყურებელს. სათქმელი დღევანდელ გადაცემაში ძალიან ბევრი დაგვიგროვდა და ყველაფერზე ვისაუბრეთ სათანადოდ. თუმცა პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა იმ ეპოქალურ მნიშვნელობის მოვლენას, რომელსაც ბოლო 50 წელიწადი არ ქონია ადგილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ არც ერთ თაობას ფაქტიურად პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობის არანაირი გამოცდილება ცოცხალ თაობებზე მაქვს საუბარი არ ქონიათ რეალურად. და გარდა იმ ხანდაზმული ადამიანებისა, რომლებიც უბრალოდ წარმოადგენენ და შესაბამისად ნებათა ღელვაც, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვა. მე მართალი გითხრათ, როგორც ეკლესიის წევრი ასე ვფლით ჩემ თავს, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ წინასწარი პროგნოზებისგან ყველას თავი უნდა შეგვიკავებინა. მთელი არჩევნების განმავლობაში
გაისმოდა კიჟინა, აბა ეხლა იმას უნდა დაუჭიროთ მხარი და ახლა ამას უნდა დაუჭიროთ მხარი და ახლა ვინც იმას მხარს არ დაუჭერს, ის მოღალატე იქნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე პირადად რომ გითხრათ, მიმაჩნია სრულიად ზედმეტად ასეთი წამოძახილები, იმიტომ რომ სულიწმინდის მოქმედება ეს არის მოქმედება, რომელსაც არავინ არაფერმა ხელი არ უნდა შეუშალოს. პირიქით, ხელი უნდა შეეწყოს დუმილით. იმიტომ რომ წმინდა სინოდი არის სწორედ ის უფლებამოსილი ორგანო, რომელშიც უნდა მომხდარიყო ამ გადაწყვეტილების მომწიფება და შემდგომში მიღება, იმიტომ რომ პრინციპი ძალიან მარტივი იყო. ყველა ეპისკოპოსი უფლებამოსილი იყო, მხარი დაეჭირა ნებისმიერი თავისი კოლეგისთვის და საკუთარი თავისთვისაც კი. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ აჩუ-აჩუს ძახილი და შეგონებები, რომ იმას უნდა დაუჭიროთ მხარი და ამას უნდა დაუჭიროთ, ეს აბსოლუტურად ზედმეტი იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ რომ სიმონიას ცოდვა სხვა კი არაფერი არ არის. ჩახედეთ, რა ცოდვასთან არის კავშირში ეს სახელწოდება. სიმონიას ცოდვა არის სწორედ გარედან ჩარევის შედეგად მიღებული საბოლოო შედეგი. ღმერთმა დაგვიფარა ამისგან, მადლობა ღმერთს, ულოცავ სრულიად საქართველოს და სრულიად საქართველოში, როგორც საქართველოში მაცხოვრებლებს, ისე მის ფარგლებს გარეთ თქვენ გულისხმობთ, ჩემო ძვირფასო ემიგრანტებო, როგორც ბერლინში, გერმანიაში, ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, სხვათა შორის ავსტრალიის მიტროპოლიტიც გახდათ მეუფეშიო და მისი უწმინდესობა ალბათ ძალიან სწრაფად დაატყობს თავის ხელს იმ საქმეებს, რომელთან დაკავშირებითაც ამ ბოლო 9 წლის განმავლობაში, რაც მისი მოსაყდრეობის ვადა ითვლება, ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გაუკეთებია მას. ეს პირველ რიგში შეგახსენებთ, არის 2017 წლის 4 დეკემბერს გაკეთებული ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველი მღვდელმსახურის და სულიერი მოღვაწის ვალდებულებაა, რომ ასევე მისიონერული მოვალეობა შეასრულოს და ეკლესიის ფარგლებს გარეთ, ანუ ეკლესიის გარეთ იქადაგოს ქრისტეს რჯული და მოიყვანოს გზასაცდენელი სამწყსო დააბრუნოს უკან ეკლესიის წიაღში. გარდა ამისა, სწორედ მეუფეშიოს ეკუთვნის ძალიან ცნობილი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აბორტი არის ჩვეულებრივი ფაშიზმი. ეს არ გეგონოთ ბანალური განცხადება, ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა. შეიძლება ითქვას კიდეც, რომ ისეთი მნიშვნელოვანი განზომილების, რომელსაც ჩვენი არაკეთილის მოსურნე აქ უგნებავთ დაუძინებელი მეგობრებიც კი, რომლებიც აგერ რასიზმისა და შეუწყნარებლობის საკითხებზე მომუშავე ევროპულ კომისიას წარმოადგენენ, შეიძლება სიძულვილის ენათაც კი თვლიდნენ ქალთა უფლებების ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, დაცვის მგზნებარე აღტკინებული აქტივიზმისგან გამომდინარე. თუმცა მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი უწმინდესი პატრიარქი შიო მესამე ასე არ თვლის და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მის მიერ დაწყებულ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს თქვენ შეეხით ორი სიტყვით და მეც ვიტყვი ალბათ, რომ რუისურნისთან დაკავშირებული ეს ძეგლისმდებლური განსაკუთრებული აქტი, ხო, საქართველოს ეკლესიის ისტორიაში, რომელსაც საეკლესიო სამართლის განჩინებით ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, აუცილებლად განხორციელდება, აუცილებლად. მეცაც გეტყვით, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, არ ვიცი, დამიდასტურეთ ან უარყავით თუ სხვა ინფორმაცია გაქვთ, რომ საეკლესიო სასამართლო ძალიან დიდი ხანი არ ჩეკრებილა და მის უფლებო მონაცვლეობას ახორციელებდა გაფართოებული სხდომა საეკლესიო, ანუ სინოდალური სხდომა, საკმარის საფუძვლებს ქმნიდა ზოგიერთი თქვა ზნეობრივი გადაცდომის საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები მოეკვლიათ, მაგრამ ეს არ არის სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ ფუნდამენტალური მნიშვნელობის ისეთი ტიპის გადაცდომებთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართოს, რომლის უფლებამოსილებაც აქვს დიახ საეკლესიო სასამართლოს და ღრმად ვარ დარწმუნებული, როგორც საქართველოს ეკლესიის წევრი იმაში, რომ მეუფეშიო, რომლის მიმართ ერთი იოტისოდენა ისიც კი არ მოიძებნა კომპრომატი, ხო, აი ვინ იყო ეს გუშინ წინ იყო ტელევიზიით მომკარი თვალი ვიდეო ტრიალებდა Facebook-ში ნოდარ მელაძე აცხადებდა რომ ჩვენს მიერო სუსის ფაილებიო ბევრი რაოდენობით არის 70000-ზე მეტიო თუ რაღაც თუ არ მეშლება ანუ ათეულობით 1000-ზე იყო საუბარი ზუსტად ვერ გეტყვით მაგრამ ათეულობით 1000 ფაილიდან თქვენ ძალიან ბევრი გადავქეკეთო რომლებიც სასულიერო პირებს შეეხებოდა მაგრამ ვერც ერთი ვერ აღმოვაჩინეთ მეუფე შიოსთან დაკავშირებით აქსიოს მეუფეშიოს სრულიად საქართველოს ულოცავ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა კიდევ ერთხელ ვიმეორებ 50 წლიანი პატრიარქის ჩვენი უწმინდესი ნეტარესის 10 განსვენებულის ილია მეორის მემკვიდრეობის ტარებამ ესტაფეტის მიღება და მრჩობლი მადლით წარმართვა ნახეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა იხმარა პატრიარქმა შიო მესამემ თავისი აღსაყდრების დღეს
მან ითხოვა უფლისაგან მრჩობლი მადლი, რომელიც გულისხმობს გაორმაგებულ, გასამაგებულ, გაატკეცებულ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ პატრიარქის მიერ ძალიან მაღლა დაწეული თამას არ დაეშვას ქვემოთ. ხვდებით, აი ეს ჩანაფიქრი არის, ეს სულიერი ღვაწლის თხოვნა არის ლოცვის სახით გაგზავნილი უფლისადმი და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აქაც სინერგია ჩაერთვება. ჩაერთვება სინერგია, იმიტომ რომ მრჩობლი მადლის მიღების მსურველი პატრიარქი დიახ იმსახურებს, რომ სრულიად ქართული მრევლი და არა მხოლოდ მრევლი, ის ადამიანები, რომლებიც თქვათ ხვალზე გაპირებენ, რომ დაბრუნდნენ დედა ეკლესიის წიაღში და იარონ შაბათკვირის ლოცვებზე, წირვებზე, აბარონ აღსარებები და გახდნენ ღირსნი იმისა, რომ მათაც შეუერთონ თავიანთი ხმა საეკლესიო ცხოვრებას, იმიტომ რომ თუ მართლა გსურს, რომ საეკლესიო ცხოვრებასთან დაკავშირებით რაღაც გარკვეული აზრი გამოთქვა, რომელიც არ იქნება სასაცილო გამომდინარე იქიდან, რომ ეკლესიის წევრი ხარ, არა, მართლა უნდა გახდე ეკლესიის წევრი. მართლა უნდა გახდე იმ ორგანიზაციის წევრი, რომელიც ერისა და ბერის საკრებულოს გულისხმობს და ძალიან მახარებს ის ფაქტიც, მართალი გითხრათ, ეს უკვე ჩემი სუბიექტური განცდა ამ შემთხვევაში, რომ მეუფეში ვარ ჩემი თანატოლი. მახარებს ის ფაქტიც, რომ ჩვენ გვაკავშირებს სამუსიკო სასწავლებლები. მე ვსწავლობდი კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტალურ ათწლედში, მეუფე მაშინდელი ელისბარი სწავლობდა ნიჭიერთა ათწლედში, ჩვენ გვყავს საერთო მეგობრები, მაშინ თბილისში მოგესწენებათ, რომ მუსიკალურ საზოგადოებასთან დაკავშირებული გარკვეული ესეთი ახალგაზრდული ურთიერთობები უფრო სააშკარაოდ ხდიდა ვინაობებს და შესაბამისად ძალიან მოხარული ვარ აი ამ ფაქტის, რომ სულით ხორცამდე, თხემით ტერფამდე ბუნებით არისტოკრატი ადამიანი, ნამდვილად ასეთ სამღვდელო პირად შეგვიძლია ჩვენ მოვიხსენიოთ, სასულიერო პირად შეგვიძლია მოვიხსენიოთ მღვდელმთავარი საქართველოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და წყლუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი პატრიარქი შიო მესამე. ძალიან ამაღელვებელი იყო ის წუთები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ სვეტიცხოვლის ტაძარში, როდესაც მას ცრემლი წასკდა. ეს მადლმოსილი ცრემლი იყო. ეს ცრემლი ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებდა. ეს ცრემლი, მოდით ჩავთვალოთ, რომ ჩემებური აღქმით იყო მართლაც აღქმა ღვთის წინაშე დადებული გულში, ჩუმად, გარდა იმისა, რაც გაცხადდა ხმამაღლად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ერისა და ბერის მიმართ და მერტმა შეაძლებინოს ღირსეულად ზიდოს ეს უმძიმესი ჯვარი. პატრიარქები არიან ჯვარცმოვნი და ისინი თავისინებით ჯვარიდან არ ჩამოდიან და ეს ძალიან კარგად მოეხსენება მის უწმინდესობას და სრულიად ქართული საზოგადოების თანადგომით მერტ მას ყველაფერს შეაძლებინებს და აი მე ვეთანხმები ლევონმა არა რეფლექსორულად, არამედ მართლაც რაციონალური გონიდან გამომდინარე განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, დიახ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი სანუკვარი მიზანი, რომელსაც ჩვენი საქართველოს კონკორდატით განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებით აღიარებული ჩვენი დედა ეკლესია შეძლებს, რომ გაუწიოს ქართველ ერს მედროშეობა. მე ესემ წამს და ესემ ჯერა. სწორედ საქართველოს დედა ეკლესიის ძალისხმევით მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ასე ინებებს უფალი, ასე იყო ყოველთვის და როდესაც საქართველოს ქუცმა ცდებოდა სამთავროებად, როდესაც მაგალითად თემურლენგის შემოსევის დროს 500 წლით დაიხია ჩვენმა სახელმწიფოებრიულმა სრულფასოვანმა, ასე ვთქვათ, ფუნქციონირებამ გიორგი მეშვიდეს დროს დედა ეკლესიის წიაღში მაინც ხდებოდა, ასე ვთქვათ, ყველა იმ მნიშვნელოვანი ატრიბუტის შენარჩუნება, რომელიც ხელს უწყობდა თავისუფლ სახელმწიფოს აღორძინება და ასე იქნება ეხლაც. ასე იქნება ეხლაც. ღრმად ვარ ამაში დარწმუნებული და მოდი შეგვეციოს უფალი სრულიად საქართველოს და ვილოცავ კიდევ ერთხელ და გილოცავ თქვენ ჩემო ძვირფასებო საქართველოს მკვიდრნო შვილნო საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები. გაიხარე, გილოცავთ ყველას. ლევან, რას ფიქრობ შენ, რაც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, მით უმეტეს აი ამ ფორმატით როცა სამნივართ ეთერში საჭირბოროტო თემაზე ვსაუბრობდით და კერძოდ ეს არის ჩვენი დაკარგული ტერიტორიები,
და საპატრიარქოს როლი სამეფო კარის კონსტიტუციური მონარქიის უფორმართებული იქნება აღდგენაში და აი ეს ჯამურად რა პოზიტიურ როლს ხედავ შენ იმაში რომ ჯერ კიდევ ილია მეორეს სიცოცხლის პერიოდში შიო მესამე იყო აღიარებული როგორც თანამოსახლე და მე ვიმედოვნებ რომ ზუსტად ამ კურსს გაატარებს და ჩვენ კარგად ვიცით რომ ილია მეორეს კონსტიტუციური მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები ჰქონდა გადადგმული. შემდეგ ეს შეყონდა, ამას ობიექტური მიზეზები ჰქონდა და რას ფიქრობ აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით? აი ჩვენი ახალი უწმინდესი და უნიტარესი ახალი ჩვენი პატრიარქი შიო მესამე რა როლს შეასრულებს ან რა შეიძლება რომ მოხდეს და რა როლი შეიძლება შეასრულოს? ნუ ობიექტური და სუბიექტური გარემოებების გათვალისწინებით. მე დღეს გამოქვეყნდა ჩემი წერილი სათაურით მეორე სვეტი. სწორედ ამ საკითხზე დავწერე რომ შიო მესამეს მოვიაზრებ მეორე სვეტად, რომელიც გააგრძელებს იმ პირველი სვეტის დაწყებულ საქმეს, როგორც იყო ილია მეორე უწმინდესი და უნიტარესი და ის უდიდესი საქმე, რომელიც ეხება მონარქიის აღდგენას, მე ვფიქრობ, რომ დაგვირგვინდება შიო მესამის ეპოქაში, რადგან ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ეკლესიაზე და გვირგვინზე იდგა საერთოდ ჩვენი ქვეყანა, სახელმწიფოებრიობა, ჩვენი ერი. ჩვენი მონარქები მოგიხსენებათ, რომ ასევე იყვნენ მარტვილებიც კი, რაც არის უპრეცედენტო ფაქტიურად მსოფლიო ისტორიაში, ასეთი რაოდენობის მონარქთა მოწამეობრივი აღსასრული ერისა და სახელმწიფოს და სარწმუნოებისათვის და ეს ისტორიული სამართლიანობა აუცილებლად უნდა აღდგეს და ეს იქნება სიძლიერე და აღორძინება ჩვენი ერის და ჩემი აზრით იმ ოქროს ხანის დასაწყისი, რომელსაც ჩვენ ასე შევნატრით და ფაქტიურად ჩვენს მეხსიერებაში ცოცხალია ეს ოქროს ხანა, როგორც იყო დავითისა და თამარის დროს და არ ვიცი, არ მეგულება საღათ მოაზროვნე ქართველი, ვისაც ეს არ უნდოდეს, რომ თქვა საქართველოს დაიბრუნოს ის პოზიციები, რაც ოდესღაც გააჩნდა. და რაც შეეხება თვითონ ჩვენი სამშობლოს გაერთიანებას, მისი დანაწევრებული სხეულის გაერთიანებას, მე მინდა გავიხსენო, რომ უკვე არჩეულმა შიო მესამემ თავის სიტყვაში ახსენა, რომ ჩვენ ეკლესია ლოცულობთ, ვფიქრობთ და სხვა, აი რაღაცა ამდაგვარი ფრაზა იყო ნათქვამი და აი ეს სხვა, ანუ ეკლესია ლოცულობდა და ფიქრობდა ამაზე და მაგრამ ისე აქტიურად ვერ მოქმედებდა, რადგან თქვათ სახელმწიფოც ვერ მოქმედებს. შესაბამისად ეკლესიასაც ამგვარი რაღაცა ცოცხალი ნაბიჯების გადადგმა უჭირდა. შესაბამისად ეხლა უნდა დაიწყოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და ეს არის ზუსტად ის, რაც შიო მესამემ განაცხადა, რომ ჩვენ უნდა გავიდეთ გარეთ და მარტო ეკლესიის ამბიონთან არ უნდა დაველოდოთ უძღებ შვილს, რომელსაცერიდება მოსვლა ეკლესიაში და მართლაც ასე არის და სულიერი შიმშილი, მაგალითად აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში რომ სუფევს, ეს ცხადზე უცხადესია, რადგან იქ არიან ნამდვილად ჭეშმარიტი მორწმუნე ადამიანები, რომლებიც ცდილობენ მიიღონ ის მადლი, ის ზიარება, რაც კანონიკური ეკლესიისაგან უნდა ჰქონდეთ, მაგრამ სამწუხაროდ ამას ვერ აკეთებენ და ჩვენი მხრიდანაც იყო პასიური პოზიცია, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და მისიონერული საქმიანობა ეკლესიის ამავე დროს ღვთის სიტყვის ქადაგება უნდა განხორციელდეს და ეს ალბათ მათ მიმართ ვერ იქნება ვერც ქართულ ენაზე და ვერც რუსულ ენაზე, ჩემი აზრით ეს უნდა იყოს აფხაზურ და ოსურ ენაზე და
ეს მისიონერული თავის თავზე ტვირთი უნდა იყოს ეკლესიამ და ამის განხორციელება შესაძლებელი იქნება ჩემი პოზიციიდან გამომდინარე მინდა გავაჟღეროთ თუ კი ჩვენ მოვახერხებთ აღდგენას იმ ანბანების აფხაზურის და ოსურის გულისხმობ რომელიც ქართულ გრაფიკაზე იყო დაფუძნებული და ჩვენ მაქსიმუმ 3 წელიწადში და დარწმუნებული ვარ მოვახერხებთ რომ ეკლესია ასევე აქადაგდეს მათ მიმართ აფხაზურ და ოსურ ენაზე და თუ გავიხსენებთ წმინდა ანთიმოზ ივერიელს ის ამბობდა რომ ერთი სიტყვა გაგონილი მშობლიურ ენაზე ღვთის სიტყვა ბევრად მეც ნიშნავს ვიდრე 1000 სიტყვა გაგონილი უცხოურ ენაზე შესაბამისად ჩვენმა ეკლესიამ ეს უნდა მოახერხოს და მე მჯერა რომ შიო მესამის ეპოქაში ეს განხორციელდება და ჩვენ გადავდგამთ ქმედით ნაბიჯებს იმ ხიდების გასადებად რაც ამდენი ხანია ფაქტიურად 35 წელია არის ჩატეხილი მეგობრებო ილია მეორეს როცა მოიხსენიებდნენ რუსეთის საპატრიარქოდან მე მახსოვს შეიძლება ვწდები შემისწორეთ რომ ისინი მოიხსენიებდნენ სრული რეგალი იყო წყოზეთი მაგრამ ეხლა ყველა მიაქცია განსაკუთრებით ყურადღება აი ამ დეტალს რომ შიო მესამეც მოიხსენიეს სრული რეგალიით და ამას რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რუსეთის საპატრიარქოს მხრიდან თუ უბრალოდ აქცენტები დაისვა და რაღაც ჰედლაინებში გამოვიდა რას ფიქრობთ დიტო ძალიან კარგი შეკითხვა მინდა პირველ რიგში ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა მოვახსენო თბილისში რუსეთის ინტერესთა სექციის წარმომადგენელს და მის ხელმძღვანელს დიმიტრი ალექსანდრეს ძე ოლისოვს. ბატონმა ოლისოვმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო დიპლომატიის ტრიუმფიც ამავე დროს პოლიტიკური განზომილების. იმიტომ რომ ერთია რომ რუსეთის ეკლესია მოსკოვის საპატრიარქო ყოველთვის ცნობდა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას მათ შორის იმ ტერიტორიებზე რომელსაც ჩვენ დროებით ვერ ვაკონტროლებთ მაგრამ მეორეა რომ აღნიშნული საეკლესიო აქტის კონსტატაციის მიმართ კონსტატაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური მესიჯი ყოველთვის იყო ზომიერი შეკავებული გასაგები მიზეზების გამო რომ მას არ გამოეწვია რაღაც განსაკუთრებული ასე ვთქვათ აჟიოტაჟი მაგრამ ეს არის პირველი შემთხვევა და მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი საუკეთესო ნიში მოგვეცა ასე ვთქვათ იმისა რომ ყავლი ასე ვთქვათ ნავსი უბრალოდ გატყდა და პირველად ჩვენ ვიხილეთ განცხადება რომელშიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტის რეგალია იქნა აღნიშნული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დიახ ბატონი ოლისოვი წარმოადგენს რა თქმა უნდა რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყებას და ჩავთვალოთ რომ ამ განცხადების ავტორი რა თქმა უნდა არის რუსეთის მთავრობა შესაბამისად იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა უფლებამოსილი არ არის მხოლოდ საკუთარი თავის წარდგინებით მოახდინოს რაღაცა კონსტატაცია განცხადებებს აქედან გამომდინარე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა აღინიშნოს რომ ცოტა ხნის წინ თუ გახსოვთ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გაავრცელა სრული ვიდეო ჩანაწერი 2017 წელს მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიდეო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია იმასთან დაკავშირებით, როდესაც აც განსვენებული ჩვენი უწმინდესი ილია მეორე ღიად ეკითხება მეუფე ილარიონს რომ მეო მქონდა რეზიდენციაო სოხუმში ამადაა მისამართზეო და ამასთან დაკავშირებით პასუხობს მეუფე ილარიონი ჩვენი უწმინდესი რა თქმა უნდა თამდაბალი იყო და ძალიან მოგრძალებულად დასვა ეს კითხვა მან უბრალოდ შეახსენა ამ რეზიდენციასთან დაკავშირებით რასთან დაკავშირებითაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო პასუხი თვითონ მეუფე ილარიონის მხრიდან. მან განაცხადა, რომ კარგი იქნება შეიქმნას ორმხრივი კომისია, რომლის ფარგლებშიც განიხილება ამ რეზიდენციასთან დაკავშირებული შემდგომი საკითხები.
დღეების შემდგომ საკითხებთან დაკავშირებით ხო ხდებით, რაც შეიძლება რომ იგულისხმებოდეს, არა, რომ ის დაუბრუნდეს თავის კანონიერ მესაკუთრეს. განისაზღვრა კიდევაც, რომ 2-3 წარმომადგენლით შეივსოს ეს კომისია ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქტია, მეგობრები. ეს აქტია სწორედ იმისი განმაპირობებელი, რომ ეკლესიის ჩარევითა და ეკლესიის მიერ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვით გადაიდგა პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ ჩვენი უწმინდესის სიცოცხლეში. და ახლა, როდესაც ახალი პატრიარქი გვყავს, ღმერთმა კარგად გვიმყოფოს, ჯანმრთელი გვიმყოფოს და მოღვაწე გვიმყოფოს, ახლა უკვე ძალიან რეალური გახდა იმაზე ფიქრი, რომ დედა ეკლესიის როლი და ფუნქცია, რაღა იქ მას რუსეთის ეკლესია აღიარებს და რუსეთის ეკლესია ამ შემთხვევაში უშუალოდ საბჭოს წევრი არ დაგავიწყდეთ. მას გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს. მას არ აქვს, ასე ვთქვათ, ჩვენსავით კონკორდატით გამტკიცებული ასე ვთქვათ, პირობები, როგორც ჩვენ გვაქვს, მაგრამ მეორეს მხრივ მას გააჩნია ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. და როდესაც ეკლესია თავს უფლებას აძლევს, რომ შეინარჩუნოს ის სამართლიანი სტატუს-კვო, რომელიც ჩვენთვის ეგზომ მნიშვნელოვანია, ეს ნიშნავს იმას, რომ ამან შეიძლება იმპულსი მიანიჭოს რეალურ პოლიტიკას. მე აქვე მინდა გადავუხვიო ბატონო ნიკა და თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ ბოლო გადაცემაში მე გულის ტკივილით გამოვთქვი ის შემაშფოთებელი ნოტა, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ მარია ზახაროვას მხრიდან, მაშინ რამოდენიმე პროექტი ჩავარდა კიდევაც, რომელშიც მე უნდა მიმეღო მონაწილეობა, გახსოვთ და მე ამას მოყვა რაღაცა სპეკულაციები, აჟიოტაჟი ჩვენს გარშემო ეგ და რამოდენიმე კოლეგამ ამასთან დაკავშირებით კიდევაც გააჟღერა კიდევაც ინფორმაცია, რომ მესმის ამის უფლება ჰქონდა, რა თქმა უნდა. მაგრამ მეორეს მხრივ მე მინდა განმარტო, რომ არ მოყვეს ამას შემდგომი აჟიოტაჟი, რომ ყველანაირი წინააღმდეგობა, ყველანაირი გაუგებრობა არის აღმოფხრილი. მე ჩამოვედი მოსკოვში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განსახორციელებლად, რომელიც ივნისის ბოლოს არის დაგეგმილი და რომელიც კავკასიური დიალოგის სახელით არის ცნობილი. მე ამასთან დაკავშირებით თქვენთან არაერთხელ მისაუბრია ეთერში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ამავე დროს ხასიათის კონფერენცია, რომელშიც როგორც ყოველთვის მონაწილეობას ღებულობენ რუსეთის ფედერაციის წამყვანი სპეციალისტები, ანალიტიკოსები და მათი აზრი, მათი შეფასება, მათი ანალიტიკა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია იმ რეალური პოლიტიკის ჭრილში, რომელიც ჩვენ ეგზომ გვჭირდება დღევანდელ დღეს გავიგოთ. რა სტადიაზე ვართ, რამდენად შეიძლება გადატვირთვას ჰქონდეს პერსპექტივა ახლო მომავალში, აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა, აღდგეს პოლიტიკური ურთიერთობა, აღდგეს ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც ბლოკირებული დერეფნების დებლოკაციასთან არის დაკავშირებული და ჩვენ მივიღოთ ჩვენი პოლიტიკური ფასი ყველა იმ გათვალისწინებით, რომელიც სწორედ ამ დებლოკაციას მოხვება. ჩვენ ის ძალიან კარგად გვესმის. დიმიტრი, აი, რაზეც ახლა შენ საუბრო, მაშინ მეორე ნაწილში განვიხილოთ, რომ კარგი პროლოგი გააკეთე და კითხვას დავსვავ და იქ უფრო გაშალე მაშინ. რას ხედავ მაგ, როგორი სიტუაცია იქნება და რაც შეეხება პირველ ნაწილს, ლევან, რამე ხომ არ გსურს, რომ დაამატო. აი, რაც მამდე ვისაუბრეთ, სანამ რუსეთის თემაზე გადავალთ უშუალოდ და მაშინ მე შემდეგ კითხვას დავსვავ უკვე. დავამატებ იმას, რომ მაშინ ახლა პროლოგი გააკეთა დიმიტრი ერთი. მე გავიგე, ეს რაც ვილაპარაკეს თავიდან დავილაპარაკო თუ არა. არაფერი ჩვენ ჩვეულებრივად უბრალოდ მე მინდა რომ მეორე ნაწილი უფრო გავშალო და კითხვას დავსვავ და იმ გავიგე. მე მინდა ამ კავკასიურ დიალოგს გამოვეხმაურო ერთი ორი სიტყვით რა. ესე იგი შედარებებს რო ვახდენთ სხვადასხვა კონფლიქტებთან, მაგალითად ხა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, სხვა კონფლიქტებთან შედარება რო კეთდება, მსგავსია ბოსნიის და კვიპროსის და ასე შემდეგ, მაგრამ არის ერთი კონფლიქტი, რუანდის კონფლიქტი, სადაც გენოციდი მოხდა და ჩვენთან მსგავსი არ არის, მაგრამ შერიგების პროცესი იქ იყო ძალიან საინტერესო, თავიანთი ადათებით და ამ ტრადიციული გარკვეული წესებიდან გამომდინარე, რასაც ქვია გაკასას სასამართლო. და ამ სასამართლოზე, ანუ ადამიანები ყვებოდნენ თავიანთი ჩადენილი დანაშაულების მიერ. მძიმე დანაშაულებს გარკვეული სასჯელი ჯავრი დაედოთ დამნაშავეებს
იქ მასიურად ღებულობდნენ ადამიანები მკვლელობაში მონაწილეობას და გარკვეული პატიება მოხდა, გარკვეული შერიგება, მაგალითად ადამიანები, ვინც ერთად ცხოვრობდნენ, ჩაებდნენ მშენებლობის საკითხებში ერთად აშენებდნენ გადამწვარ სახკარს და ასე შემდეგ და აი კავკასიურ დიალოგზე როცა ვსაუბრობთ, აი დიმიტრი თუ შეძლებს მაგალითად, რომ ხომ არ არის ისეთი ადათები და რა თქმა უნდა არის უბრალოდ ეს საკითხი რომ დადგეს, რომ აი თვითონ კავკასიელების როლი ქართულ-აფხაზური შერიგების საკითხში რომ მოხდეს მათი გააქტიურება, თუ ისინი გარკვეულწილად ჩართულებიც იყვნენ კონფლიქტში და ჩვენთვის ეს ნეგატიურია. ხომ არ ინებებენ კეთილს, რომ ჩაებან როგორც მედიატორები, კავკასიელები, თუნდაც ისინი, ვინც მონაწილეობდნენ პოზიტიური მხრიდან და გამოვიყენოთ რაღაც გარკვეული კავკასიური ადათ-წესები, სადაც აი უხუცესები იქნება თუ გარკვეული ავტორიტეტული ადამიანები, რომლებიც გარკვეულ ნიადაგს ამზადებენ უკვე კონკრეტული დიალოგისათვის. აი ამას გავუსვამდი ხაზს და კი ბატონო და მაშინ ჩვენ ითვლება რომ პირველი ნაწილი ფაქტობრივად დავხურეთ და დიტო რაც შენ ისაუბრე ხო 2 წუთის წინ მშვენიერი პროლოგი იყო აი ლევან იმაც ძალიან აქტუალური კითხვა დასვა იმიტომ რომ აფხაზეთის კონფლიქტში მე მახსოვს ჩეჩნების უკიდურესად ნეგატიური როლი და ჩვენ მქონდა საუბარი მე და შენ კერძოდ ვაინახებთან დაკავშირებით ისინიც ისეთივე ძირძველი ხალხია კავკასიაში როგორც ჩვენ ქართველები და აი ხა უკვე გადავიდეთ უშუალოდ რუსეთის როლზე ჩვენ კონფლიქტში და აი რაც ლევანმა კითხვა დასვა და განაგძე გისმენთ ბატონო. ესე იგი 8 წელია სახალხო დიპლომატიის ფარგლებში მიწევს მუშაობა. აფხაზეთის განმავლობაში გარკვეული მიმართულებებით შეიქმნა ძალიან საინტერესო ფორმატები დიალოგისთვის. და ამ დიალოგთა შორის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მნიშვნელოვანი არის კავკასიური დიალოგი. მინდა გითხრათ, რომ ამ 8 წლის განმავლობაში დიალოგები გაიმართა ჩრდილოეთ კავკასიის ფაქტიურად ყველა რესპუბლიკის ყველა დედაქალაქში. დაწყებული დერბენტი მახაჩყალით, გროზნოთი, მაიკოპით, ვლადიკავკაზით, არხიზით და ასე შემდეგ. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კავკასიური დიალოგის ფარგლებში მივახციეთ სახალხო დიპლომატიის ისეთ ნიშნულებს, როდესაც გაჩნდა ისეთი ტიპის სასარგებლო კონტაქტები, რომლებმაც თავად აი უკვე რაღაც ჯაჭვური რეაქციით დაიწყო მუშაობა. ამიტომ იყო, რომ აი ჩვენ აც გარდაცვლილ ერთმა აცხოვნის მისი სული ბატონ თემურ მაისურაძესთან, გოჩა ცოპურაშვილთან, ბესარიონ წულაიასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ჰქონდა ჩეჩნეთში. ამ ვიზიტმა შედეგად გამოიღო ის, რომ ორი მნიშვნელოვანი ფორუმი გაიმართა, ერთი იყო კავკასიური ბიზნეს ფორუმი, ხოლო მეორე შეეხებოდა ქართველი ჯარისკაცების საფლავის თაყვანისცემას და მათ ვთქვათ სახელის უკტავყოფისადმი უკტავყოფის მიზნით გამართულ იმ ღონისძიებას, რომელშიც მიიღეს მონაწილეობა ჩვენმა თანამემამულეებმა და სხვათა შორის გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა, მათმა შთამომავლებმა. ესეთი ტიპის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვნად ხელს უწყობს ისეთი პირობების მომწიფებას, რომელშიც უკვე ხელისუფლებას უადვილდება დაამსხვრიოს ეს სტიგმა. აი ლევანმა ახსენა ახლა უხუცესთა საბჭოები და მათი ჩართულობის მიზანშეწონილობა. რა თქმა უნდა, უხუცესთა ინსტიტუტი ჩვენი ხელისუფლების საფეხბურთო არ იყოს, რა ძალიან განვითარებულია და ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და ძლევამოსილია მთელ ჩრდილოეთ კავკასიის პერიმეტრზე. ამას ჩვენ ვითვალისწინებთ და სწორედ მივესალმებით ისეთ ტიპის წამოწყებას, რომელიც რამოდენიმე უხუცესმა ერთად დაიწყო სამეგრელოს რეგიონში. ეს ძალიან საინტერესო პროექტია ჩემი აზრით, რომელსაც სათავეში უდგას ბატონი ფრიდონინჯია, გოგი მაისურაძე, ვასილ დავითაი, ალთანდრ ჩხაიძე. მათ შექმნეს ეს ყრილობა შედგა უკვე თავისი პრეზიდიუმით და ცდილობენ, რომ როგორც მოსაზღვრე რეგიონმა აფხაზეთისა სამეგრელომ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ მიმართულებით. და რამდენად ჩემთვის ცნობილია, უკვე მათი კოლეგა უხუცესები ემზადებიან მათთან შესახვედრად და ერთ-ერთი მოედანიც კი შეიძლება განისაზღვროს მაგალითად მინსკში ან რუსეთის ფედერაციის მოსაზღვრე რომელიმე ქალაქში. სანამ
უშუალოდ გაიმართება სოხუმში, სანამ უშუალოდ გაიმართება შემდგომში უკვე თბილისში ან გნებავთ სამეგრელოს რეგიონში. აი ძალიან მნიშვნელოვანია, დიახ, გეთანხმებით. აი ესე კომპლექსურად, მიზანმიმართულად, მეთოდურად ამავე დროს ჩვენ ყველა მხრიდან ალყაში ვაქცევთ, ასე ვთქვათ, სახელმწიფო დიპლომატიური მოქმედების ალყაში ვაქცევთ პოლიტიკოსებს, რომლებსაც სხვა გზას, სხვა შანსს, სხვა ასე ვთქვათ, შესაძლებლობას არ დაუტოვებთ გარდა იმისა, რომ ეს კანონიერი მოთხოვნა, რომელსაც ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ყავს გლობალურ დასავლეთში, ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე. დამერწმუნეთ, სიზმრად მიაჩნიათ მათ, რომ წარმოიდგინონ, რომ საქართველოს და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგა. ნუ ვიფიქრებთ ესე ბანალურად, რომ აი თითქოს რუსეთს რამე არ უნდა, ან საქართველოს რამე არ სურს. არა, სამწუხაროდ ესე ბანალურად, ესე მარტივად არ დგას საკითხი. ეს არის გეოპოლიტიკური განზომილების მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი, რომელსაც ყავს თავისი მოდარაჯე ცველები ევროკავშირის სტრუქტურებში მათ შორის, რომლებიც ყველა ღონეს ხმარობენ სანქციების გატარების მასშტაბური, ასე ვთქვათ, აქციების დონეზეც კი, რომ არ დაუშვან ქართულ-რუსული ურთიერთობების გადატვირთვა. და ჩვენ ახლა სანამ საჯარო პოლიტიკაში როდესმე გადავალთ, ბუნებრივია გვაქვს ეს ფუფუნება, რომ ვიქონიოთ კონტაქტები, გავაღრმავოთ ეს კონტაქტები და აი ეხლაც ამ ივნისის თვეში ეს მნიშვნელოვანი კონფერენცია, რომელიც გაიმართება პიაციგორსკში, მაშუკში, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ თვალსაზრისით. ერთი მცირე აგური იქნება აი ამ მომავალი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის კუთხით. როგორც მოგახსენეთ, ამას დაემატა უხუცეს და ახლად შექმნილი საბჭოს მოქმედება და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა უხუცესებს გადაუხადო. მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადაუხადო ბატონ დიმიტრი ოლისოვს, სექციის ხელმძღვანელს რუსეთის ინტერესებისა საქართველოში, რომელმაც რამდენჯერმე მიგვიღო, მათ შორის უხუცესთა ეს საბჭოს წარმომადგენლებიც მიიღო და ფაქტიურად ძალიან ესეთი მაღალი და დადებითი შეფასება მისცა ასეთ წამოწყებას და მინდა გითხრათ ამასთან ერთად კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი, რომ ახალგაზრდებმა გამოთქვეს სურვილი, რომ თაობათა შორის სოლიდარობის გამოხატულების აქტად ჩაითვალოს ის მოვლენა, რომ უხუცესებთან ერთად პარალელურად მათ გვერდს უშველებდნენ ჩვენი ახალგაზრდები. აი წარმოიდგინეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ თქვენ მოგესალმებათ, რომ დღევანდელ აფხაზეთში ცხოვრები სტუდენტების გარკვეული ნაწილი, აქტიური სტუდენტებისა, რომელსაც მათ შორის ლევანი ციცნობს კარგად, თავის მოღვაწეობიდან გამომდინარე, მეც მქონია არაერთხელ შეხვედრა, ბევრი მათგანი საკმაოდ ხისტი და რადიკალური პოზიციით გამოირჩევა. და ის რომ ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ დინჯის ჯაბაასის პროცესში ამავე დროს ახალგაზრდული დიალოგის მონაწილეებიც გავხდეთ, მე ვფიქრობ, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი აქტი. ასე რომ მესმის, რომ ეს ერთგვარი შავი სამუშაო, რომელსაც ჩვენ ვეწევით, რომელიც არ ჩანს, რომელიც გარკვეულწილად უმადურიც კი არის იმ კუთხით, რომ ასე ვთქვათ, ადვილად ხელწამოსაკრავი და ადვილად სასპეკულაციო სივრცეს უჩენს ამა თუ იმ არაკეთილის მოსურნეს, მაგრამ მეორეს მხრივ მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ამას ყველაფერს რასაც ვაკეთებთ გულით, ვაკეთებთ სულით და ერთ რამესაც ვიტყვი ნიკა და ლევან, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთობაში გამოიკვეთა ესეთი ტენდენცია რა, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთობაში რომ ხარ საქართველოს წარმომადგენელი, მე ღრმად მწამს და მჯერა, რომ დააკეთებდე პირველ რიგში ქართულ საქმეს. ქართული საქმიდან უნდა გამომდინარეობდე და არა რუსული საქმიდან უნდა გამომდინარეობდე. ხო მართალია? მათ შორის ჩვენ კოლეგებსაც არაერთხელ უთქვამთ მოსკოვში, რუსეთში, რომ ჩვენ არ გვსურს იმ მარგინალურ პირებთან ურთიერთობა, რომლებსაც ქართულ-რუსული ურთიერთობები რაღაცა რუსეთის ქებადიდებად წარმოუდგენიათ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. სერიოზული ურთიერთობა იმას გულისხმობს და იმას ნიშნავს, რომ შენ რაციონალურად, გონივრულად, სწორად სამართლიანად, ობიექტურად უნდა ჩამოაყალიბო შენი ქვეყნის ინტერესები. არ უნდა მოერიდო დიახ დეოკუპაციის მნიშვნელობას, არ უნდა მოერიდო დევნილთა უკან დაბრუნების ჰუმანიტარული საკითხის ასპექტების განხილვას. ცივილურად, მშვიდად, წყნარად, გონივრულად, საერთაშორისო სამართლის ნორმების მოშველებით, აი მეგობრული ტენდენციებისზე დაყრდნობით, რომელიც საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობაში უკვე კარგა ხანია შეიმჩნევა და ის პროეცირდება, ასე ვთქვათ, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში, ჰუმანიტარული ურთიერთობების გაღრმავებაში, ხო? იმ კავშირებში, რომლებსაც განაპირობებს ხალხი. ხალხი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიასპორა
თქვენ კი მოგეწყინებათ გერმანელებს და ამერიკელებს, მაგრამ არიან რუსეთში მაცხოვრებელი ქართველები, ხო? მილიონზე მეტი ადამიანი ქართველი ცხოვრობს რუსეთში, ჯერ კიდევ საბჭოეთის დროიდან გადმოსახლებული, უფრო ადრეც, შემდგომ პერიოდებშიც. მე პირადად გავეცანი მაგალითად პეტერბურგის ქართულ დიასპორას, ახალგაზრდებს, რომელმაც შექმნეს ორგანიზაცია თერგდალეულები, რომელსაც გააჩნიათ ძალიან ძლიერი, ასე ვთქვათ, ფუნდამენტი და დასაყრდენი ქართულ დიასპორაში, რუსეთის ტერიტორიაზე. გავეცანი მოსკოვის დიასპორას, მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ დავით ცეცხლაძეს, რომელიც ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს, კარგ საქმეს აკეთებს და თავდაუზოგავად შრომობს მთელი რუსეთის ტერიტორიაზე და არ არის ადვილი ამხელა ტრამალების გადალახვა, გადმოლახვა და ორგანიზება, ამა თუ იმ ქალაქში კრასნოიარსკი იქნება, ეს ეკატერინბურგი იქნება, პეტერბურგი იქნება, თუ სამხრეთი რუსეთის ჩვენი მოსაზღვრე რეგიონების ქალაქები იქნება, აკეთო ორგანიზება გაუწიო ღონისძიებებს, მაგრამ ის ამას აკეთებს ძალიან დიდი წარმატებით. მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ ქართველს, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს და რომელიც თავისი შესაძლებლობის ზღვარზე გადის იმისთვის, რომ თავისი რესურსიდან გამომდინარე ყველაფერი აკეთოს ქართულ-რუსული ურთიერთობების რეანიმირებისთვის. ეს ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება, რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია, ჩვენ გვჭირდება ურთიერთობის აღდგენა და დიპლომატია, ეს არის სწორედ დიალოგი მოწინააღმდეგესთან, იმ ურთიერთობების გასარკვევად, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შენი ქვეყნისთვის, რომელმაც იმპულსი უნდა მიანიჭოს რეალურ პოლიტიკას. პოლიტიკას თუ არ ვანიჭებთ იმპულსს, მაშინ ვღუპავთ ჩვენ ამით ჩვენი ქვეყნის მომავალს, იმიტომ რომ ეს შეიძლება მხოლოდ მტერს უხაროდეს, რომ დიალოგი არ იყოს ჩვენსა და რუსებს შორის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. და ამ შემთხვევაში ხელისუფლებისთან მიმართებით იმას ვიტყოდი, რომ ბუნებრივია ხელისუფლებაში ხარაზეს მე ვლაპარაკობ, ჩემზე ბევრად უკეთ კარგად მოიხსენებათ. მაგრამ იქ არის ძალიან ბევრი წყალქვეშა წვეტიანი ქვა, რომელსაც ჩვენ ზემოდან ვერ ვხედავთ, ბუნებრივია და ჩვენი მხრიდან რაღაცა ტიპის ნიშნის მოგებით საუბარი, ეს არ იქნება არც გამართლებული, არც სწორი და არც მორალური და არც ეთიკური. ჩვენ ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ვხნათ ბოლომდე, გავიტანოთ გუთანი ბოლომდე და როდესაც მორჩებით აი ამ თესვას ჩვენი საქმისას, მე მოუტრიალდეთ და უთხრათ ხელისუფლებას. ჩვენ ამოვწურებთ მაქსიმალურად ჩვენი შესაძლებლობები. გაძლევთ ესტაფეტას თქვენ და მიხედეთ რეალურ პოლიტიკას. დაუდექით საქართველოს თქვენი პოლიტიკური რესურსები. შვენიერი. მეგობრებო, რაზე მსურს ახლა საუბარი? დიმიტრი მახსენა, რომ ესე იგი ძალიან დიდი დიასპორა რუსეთის ფედერაციაში, ეს ბუნებრივიც იყო და ჩვენ გვჭირდება, მე ასე ვფიქრობ, გარკვეული ლობისტური ჯგუფები, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ არაფერი ვთქვათ რუსეთზე და სანამ რუსეთის თემასთან დიტო შენ შეგეკითხებოდი, აი ლევან თამსურს ამაზე საუბარი. აი მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ-იორკში არის დიასპორული თავშეყრა, არის დიასპორული ცენტრები და ყველა თავისი მასშტაბი და გაქანებით ცდილობს, რომ რაღაც სასიკეთო როლი ითამაშოს, როგორც ქართველების ყოფაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ზოგადად საქართველოსთან კავშირებზე. აქ მოიაზრება ისიც, რომ დაუშვათ ლეგალიზაციის პრობლემა, მით უმეტეს ახლა ამერიკაში საკმაოდ გამწვავებულია ეს საკითხი, დახმარებები და ასე შემდეგ. მაგრამ მე გულისხმობ ლობის ისეც, როგორც დიტო შენ თქვი, რომ საქართველოს ინტერესები რო იყოს დაცული. და ლევან, ამ შემთხვევაში ევროპაში, კერძოდ გერმანიაში როგორი სიტუაციაა, გამომდინარე იქიდან, რომ ახლა გერმანიის ელჩი საქართველოში რასაც აკეთებს, უკვე ბოლო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა საკმაოდ ყვახე განცხადება, როდის დავანებებს თავს ეს ფიშერი. და არის ესეთი დინამიკა, რომ დავუშვათ რაღაც გარკვეული ლობისტური ჯგუფი შეიქმნას. ოღონდ მე გულისხმობ, შეძლებული ხალხმა უნდა შეძლოს ეს ყველაფერი, ანუ ფინანსურად გამყარებული ზურგი უნდა ქონდეთ, თორე ახლა ჩვეულებრივად ესე ვთქვათ, სოციუმში გათქვეფილ ქართულს ეს ნაკლებად შეუძლია. რას ფიქრობ, არის ამის პერსპექტივა, კერძოდ
გერმანიაში და საერთოდ რახან გერმანიაში შესაძლებელი იქნება თუ შეუძლებელი, ეს იქნება მაგალითი იმისა, ეს სხვა ევროპაზე გავრცელდება თუ ნაკლებად. ეხლა ეთნიკური ლობი რა, ასე ეწოდება ასეთ ლობის, როდესაც კონკრეტული ადამიანი, ამ შემთხვევაში ქართველი ცხოვრობს ამა თუ იმ ქვეყანაში და ცდილობს საკუთარ ქვეყანას დაეხმაროს ადგილსამყოფელი ქვეყნიდან. მე ვიტყოდი, რომ ყველაზე ახლა ცნობილი და ყველაზე გახმაურებული ვიცით, რომ არის ებრაული ლობი, არის სომხური ლობი და სხვათა შორის არის კუბური ლობიც. ძალიან ესეთი ძლიერი მესამე ადგილზე დგას კუბური ლობი. და მინდა გითხრათ, რომ ლობისტი უნდა იყოს იდეალისტი. ანუ ადამიანი, რომელიც თავის თავს, თავის საქმიანობას უძღვნის თავის სამშობლოს. თუ მარტო რაღაც გასამსჯელოზეა საუბარი, ასეთი ლობისტი ვერ ივარგებს. და პირველ რიგში ადამიანი, რომელიც ჩადის კონკრეტულ ქვეყანაში, ან იბადება კონკრეტულ ქვეყანაში და იზრდება იმ სულისკვეთებით, რომ თავის სამშობლოს უნდა დაეხმაროს, ამ შემთხვევაში ებრაელებს ვიგულისხმებ, მათთან გავავლებ პარალელს, ისინი ცდილობენ, რომ მიიღონ უმაღლესი განათლება და მოხვდნენ უმაღლეს თანამდებობებზე. ანუ ეს არის მათი პირვანდელი ინტერესი, რომ გარკვეულ რეგალიებს და პოზიციებს მიაღწიონ, რომ შემდგომ იქიდან გააკეთონ გარკვეული დახმარებების საკუთარ პატარა თუ დაჩაგრულ სამშობლოზე. მერე აქედან გამომდინარე იკვრება ის ბირთვი, რომელიც უკვე შეადგენს უკვე ყველა ფენის ადამიანს და გამომდინარე აქედან ისინი ინტერესთა ჯგუფებს ქმნიან და ლობიზმი არის უკვე კონკრეტული საქმიანობა, როდესაც ადამიანი გაწაფული კონკრეტულ პროფესიაში, იურისპრუდენციაში, ეკონომიკაში თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ აკეთებს ამგვარ საქმიანობას ეწევა და ჩვენ რახან ვართ ახალი დიასპორა ყველგან, რუსეთი არის გამონაკლისი, იმიტომ რომ რუსეთი უკვე ტრადიციული დიასპორა არის ფაქტიურად ცარიზმის დროიდან. რუსეთის დიასპორას ალბათ უფრო მეტი მოეთხოვება ქართულ-რუსული ურთიერთობების საკითხში. დიმიტრი მკროუკეთისის მე რუსეთში ვისაუბროთ ჩვენ მაგაზე. რუსეთში არც ვარ და მე მაქაურ სიტუაციას არ ვიცნობ, მაგრამ რაც შეეხება ევროპისა და კერძოდ გერმანიის, ვერ გეტყვით, რომ ეს ესეთი დამაიმედებელი ამბავია, რადგან დღეს ამ შემთხვევაში კონკრეტული ადამიანები, ვინც არიან უფრო განათლება მიღებულები, გარკვეულ პოზიციებზე მყოფნიც, ამ შემთხვევაში მეწინააღმდეგებიან, თქვათ, არსებულ ხელისუფლებას და არსებულ ხელისუფლებას მიიჩნევენ როგორც, თქვათ, რუსეთის პროექტს. გამომდინარე აქედან ცდელობა არის ყველანაირი, რომ მოხდეს ხელის შეშლა, თქვათ, ქართულ-რუსული დიალოგის აღდგენის, ტერიტორიულ მთლიანობაზეც კი მიდის საუბარი, რომ რუსეთის დაბრუნებული აფხაზეთი არ გვინდა და ასეთი საუბრებიც არსებობს და უფრო მეტის იმედი მინდა ვიქონიო, მაგრამ ამ შემთხვევაში ჯერ ვერ ვხედავთ იმგვარ ბირთვს, მაგალითად გერმანიაში, რომ კონკრეტულად გერმანიის ხელისუფლებასთან ადამიანების კონდეთ გარკვეული მოთხოვნები, გარკვეული შეთავაზებები, რომ საქართველოს როგორც ქვეყანას დაეხმაროს. ჯერჯერობით რაც არის პროტესტი, არის ბოიკოტირება და არის გარკვეული ერთგვარი დემარშებიც და ასეთი საქმიანობები სამწუხაროდ. სამწუხაროა. არა და მე მაქვს ინფორმაცია, რომ და ვენდობი ამ წყაროს, რომ პოლონეთში აპირებენ ქართული ტელევიზიის გახსნას და სამწუხაროდ ასევე სანდო წყაროა, რომ ეს იქნება ოპოზიციური არხი. ანუ რაღაცა რადიო თავისუფლება, ამერიკის ხმა, რაღაცა და ასე შემდეგ. რაც ძალიან არ იქნება სახარბიელო. სხვათა შორის აქვე მინდა გითხრა, რომ აი რაც შენ აღნიშნე, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მიუხედავად იმისა, რომ
საკმარისად არიან ქართველები წარმოდგენილი, თუ არ ვხდები უკვე 300,000-მდე ვართ. აქაც განსხვავებული დამოკიდებულებაა და აბსოლუტურად გეთახმები იმაში, რომ ბევრი თვლის ჩემდა გასაკვირად, რომ ჯერ საქართველოში უნდა შეიცვალოს პოლიტიკური ვითარება, ხელისუფლება და ასე შემდეგ, ოთაშორის საპატრიარქოზე თავიანთი დამოკიდებულება ჰქონდა და მხოლოდ მერე შეიძლება საქართველოზე ფიქრი, საქართველოზე ზრუნვა და ასე შემდეგ. და თითო სხვათაშორის შენ რო იყავი აქ, მსგავს თემებს შენც მე მგონი შეეჭეხე, ხო? აღნიშნე კიდეც მე მგონი, რომ თლად ერთსულოვნება ქართულ დიასპორაში არ არის, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც კი, ნამდვილად თან საგრძნობია კიდევაც ეს გარკვეულწილად. და ხო, სამწუხაროა და მე მახსოვს რომ ჩვენ როცა ჩემთან ვიყავით და მაშინ ჩავწერეთ ვიდეო, სანამ ამ ვიდეოს ჩავწერდით, მაშინაც გულის ტკივილი დააღნიშნე. ნიკა და ლევან, თუ შეიძლება ერთი პატარა საკითხთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის შიო მესამის ლოცვა კურთხევით, მე ვფიქრობ, რომ ეკლესია ძალიან მნიშვნელოვან პოზიციას დაიჭერს ერის გამთლიანების საკითხში. ყოველთვის ასეთი ფუნქცია ჰქონდა ეკლესიას, მაგრამ მე გულისხმობ იმ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომელიც ძალიან მალე გადაიდგმება. მოსალოდნელია კიდეც, იმიტომ რომ ამაზე უკვე გაკეთდა განცხადებები ჩვენი მღვდელმთავრების მხრიდან, რომ ძალიან მალე საქართველოს ეკლესია გამოვა შუამდგომლობით, სხვათა შორის ბევრს გონია ეს რაღაცა ესეთი ზეპირსიტყვიერი ინიციატივა. არა, ამისი სრული კანონიერი უფლება აქვს დედა ეკლესიას, იმიტომ რომ მას გააჩნია საკონსტიტუციო შეთანხმებით აღიარებული ისეთ ტიპის ნორმებზე დაყრდნობის უფლება, რომელიც თავის მხრივ მას შესაძლებლობას აძლევს, რომ ასეთი შუამდგომლობით მიმართოს სახელმწიფოს და სთხოვოს მას, რომ მან განახორციელოს ინდივიდუალური სამართლებრივი ხასიათის აქტი. ინდივიდუალური სამართლებრივი ხასიათის აქტი არის შეწყალება ზუსტად. და ამ შეწყალების უკან მე რა თქმა უნდა ვფიქრობ, რომ ისეთი ტიპის ღონისძიება და აქტი განხორციელდება, რომელიც ძალიან ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. და პირველ რიგში იმას თუ რა განსაკუთრებული როლი და ფუნქცია აქვს დედა ეკლესიას ჩვენი სახელმწიფოებრივი ცხოვრების პროცესში. და ის რაც იყოფა გარკვეული მტრული ძალების ხელშეწყობით, იმას ამთლიანებს და აერთიანებს და ახალ შანსს აძლევს სწორედ დედა ეკლესია თავისი ძალმოსილების ფარგლებში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქტი განხორციელდება. და აი ასე იყოს, და აი პირველი ნაბიჯები სწორედ იმ მიმართულებით გადაიდგას, რაზეც გახსოვთ თავის დროზე ჩვენს უწმინდეს ილია მეორესაც ჰქონდა ლოცვა კურთხევა და ის ყოველთვის მომხრე იყო იმ ასე ვთქვათ მიმართებისა, რასაც პატიმრებისადმი განსაკუთრებული მოპყრობა გულისხმობს, ხო? იმიტომ რომ მოკითხვა პატიმართა ერთ-ერთი იმ სათნოებათაგანი არის, რომელიც თავისი არსით არის მაცხოვნებელი. გახსოვთ მე სახარებიდან. ამდენად ციხეში ვიყავი და არ მინახულეთ და როდის ვიყავი და რაოდენი ერთი ამ მცირეთაგანს არ გავუკეთეთ, არ გამიკეთეთ მე. უფალი ბრძანებს და შესაბამისად პატიმრების საკითხი ეს არ არის ხელწამოსაკრავი საკითხი. ასევე ჩვენი მოწინააღმდეგე სხვა ბანაკის წარმომადგენლები ხშირად ამას იხვევენ ხოლმე ხელზე და აბა იმას აღარ ეკითხებით, ამას აღარ ეკითხებით. აქ გასაგებია ლაპარაკი არ არის რეციდივზე და ლაპარაკი არ არის რაღაც საშინელებებზე. აქ არის საუბარი ისეთ ტიპის დანაშაულზე პირველ რიგში, ხო, რომელიც გარკვეულწილად პოლიტიკური შლეიფით გამოირჩეოდა, რომელსაც გააჩნდა ასეთი ტიპის მოტივები, გასულია გარკვეული დრო და არსებობს ლეგიტიმური ინტერესი, საჯარო ინტერესი იმისა, რომ შეწყდეს ასე ვთქვათ, ამ პატიმრობის სახით დაპირისპირება და ესკალაცია შემდგომი, რა. ამაზე მეტი ლეგიტიმაცია რა უნდა ქონდეს, ასე ვთქვათ, მიზნად დასახული ერს, რომ აღასრულოს. შესაბამისად, როდესაც სახელმწიფო და მე ვფიქრობ, მალე განახორციელებს ამ აქტს, გაეცემა ყველაფერს პასუხი და იზეიმებს სამართლიანობა საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ დანაშაულს სასჯელს გააჩნია ურთიერთპროპორციული დამოკიდებულება საერთოდ და ყოველთვის უნდა იზეიმოს ერის ერთსულოვნება. აბა ერთსულოვნებისგან როდის ხარ უნდა წავიდეთ? ვიყოთ ასე გათითოკაცებული და დაქუცმაცებული. მე მქონდა ბედნიერება ადრე მესაუბრა მაშინ მიტროპოლიტ ჩიოსთან და გახსოვთ თქვენ აი მედა საზოგადოება სხვადასხვა საფრთხო სოციალური ექსპერიმენტები რო ტარდებოდა ჩვენს ქვეყანაში და ასე შემდეგ, აი მაშინ მე ჩემს მეგობრებთან ერთად მქონდა შესაძლებლობა მეუფესთან მესაუბრა და მინდა გითხრათ, საოცრად მოწადინებული იყო მაშინაც და ღრმად ვარ დარწმუნებული. ახლაც რომ ყველა ნაბიჯი გადადგას და ძალისხმევა არ დაიშუროს,
ერის განთლიანებისთვის, ერთსულოვნების აღდგენისთვის, საერთო მნიშვნელის შექმნისთვის, ისეთი მდგენელის, ასე ვთქვათ, შემუშავებისთვის, რომელიც როგორც ღირებულება თანაბრად გასაზიარებელი იქნება ყველა დაპირისპირებული ბანაკის სუბიექტებსა და წარმომადგენლებისთვის. და ეს დრო მალე დადგება და იყოს ეს შეწყალების აქტი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი. იმიტომ რომ ზუსტად ჭირდება ჩვენს ერს, ესეთ მცირე რიცხოვან ერს, როგორც საქართველოა, რომ შიდა დაპირისპირება რაც შეიძლება იყოს ნაკლები, მით უმეტეს იმ გამოწვევების ფონზე, რაც ჩვენს გარშემო ხდება და ზუსტად აი მეორე თემას ვაგრძელებ და დიმიტრი, მე მოხარული ვარ რაც შენ თქვი რუსეთთან დაკავშირებით, რომ ის რაც ჩვენს მიმართ გაკეთდა განცხადება, თითქოს ჩვენ უნდა გადავსულიყავით არაკეთილმეზობრულ ქვეყანათა სიაში, აღმოჩნდა უბრალოდ გაუგებრობა. ეხლა ბევრად ნათელია სიტუაცია და ამასთან დაკავშირებით რო თქვა, რომ ეხლა ამას რა პერსპექტივა ექნება და აქვე მინდა თქვა დიასპორასთან დაკავშირებით, რომ მე როგორც ვიცი, ქართული დიასპორა, რომელიც რუსეთში ფუნქციონირებს ან იმყოფება, ის ბევრად უფრო ერთსულოვანია და მათ უფრო სურთ პირობითად საქართველოში მშვიდობა და რუსეთთან კეთილმეზობრული ურთიერთობის დამყარება, ვიდრე სხვა დანარჩენ დიასპორებს და აი ამაზე რომ ისაუბრო და ჩვენი გადაცემის ბოლოს აუცილებლად მინდა ერევნის არაფორმალურ სამიძე ვისაუბრო და მინდა რომ აი რა გამოხმაურებები მოყვა რუსეთში და ასე შემდეგ. მაგრამ სანამ ამას დაუბრუნდებით, აი დიასპორა და აი ეს ურთიერთობები, რაც ეხლა უნდა ჩამოყალიბდეს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს კითხვის ნიშნები მოხარული ვარ, როგორც ჩვენ თქვი, რახან მოიხსნა. ხო, ნამდვილად ასია, მოიხსნა ეს კითხვები აღარ არსებობს ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იქ იყო რაღაც გარკვეული ტიპის გაუგებრობა. მოგესალმებით, ახლა სტატიკური არ არის პოლიტიკური პროცესი, ის მუდმივად ვითარდება, მუდმივად კალეიდოსკოპური პრინციპებით იცვლება, მოცემულობები არის ერთგვარი ეჭვიანობებიც კი რაღაცა მიმართულებით ხო, პოლიტიკურ დონეზე, იმისთვის რომ მოხდეს ნიადაგის შემზადება, შემდგომი ნაბიჯის განსაზღვრა, პერსპექტივის დასაყრვა, ამ პერსპექტივის საუკეთესო პირობა წარმოჩენა, ეს ძალიან დიდ ნიჭსა და უნარებს და შესაძლებლობებს მოითხოვს დიპლომატიური მისიების, ასე ვთქვათ, არარსებობის გათვალისწინებით, მით უმეტეს, როცა ეს მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობებით ხორციელდება რა, სექციების წარმომადგენლობით უფლებამოსილებით და არა სრულფასოვანი საელჩოებით, რომელიც არ გაგვაჩნია არც საქართველოში, არც რუსეთის ტერიტორიაზე. და აი ამ შემთხვევაში სახალხო დიპლომატია არის ფლაგმანი ამ მიმართულებით. და ჩვენი დიასპორული ორგანიზაციების მუშაობა, რომელთან დაკავშირებითაც მე აღვნიშნე, რომ ბატონი დავით ცეცხლაძე საქართველოს კულტურული ავტონომია რუსეთის ფედერაციაში ახორციელებს კოლოსალურ სამუშაოს და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მის გარდა სხვებიც არიან კიდევ რუსეთში, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, იმიტომ რომ ეს არ არის ერთიანი მონოლითური ორგანიზმი, ერთი დიასპორა არ არის მარტო რუსეთში, არის დიდი თვითმმართველი ქალაქები, რომლებსაც გააჩნია თავიანთი დიასპორები. მაგალითად, ციმბირის მიმართულებით ვავიცანთ ლასნიოვსკის ძალიან საინტერესო ქართული დიასპორა ამას წინათ და ძალიან ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ იგივე ჩრდილოეთშიც ყავს ჩვენი დიასპორა. ერთ-ერთი ჩემი უახლოესი ადამიანიც არის იქიდან, ჩემი შვილის ნათლია ბატონი ილია ძოწენიძე, რომელიც წარმოადგენს იამალო ნენცეთის, არ ვიცი ქართულად როგორ იქნება, იამალო ნინეცკაი ავტონომიური ოკრუგის, ხო? ეს არის ტაზოვსკი, ეს არის ნოვი ურინგოი, ეს არის ფაქტიურად კიდურესი ჩრდილოეთი. და იქაც კი ქართველი კაცის მადლიანი მარჯვენით გაკეთებული საქმე ადგება გარკვეულწილად საქართველოს. აი მაგალითად გაგახსენებთ, რომ ბატონი ილია ძოწენიძის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება, რომელიც გაეწია აჭარაში მცხოვრებ 9 შვილიან ოჯახს. ბატონი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს 9 ოჯახი, 9 შვილი ოჯახს წაართვეს. ფუტკარაძეების ოჯახს ხელვაჩაურიდან. და გადაანაწილეს მინდობითი აზრის სახლებში. და წარმოიდგინეთ, რომ მაშინ ესეთი ვერაგი კანონი ამოქმედდა, ხო გახსოვთ რა, ეს ბავშვთა კოდექსი და ასე შემდეგ, ხო? რომელიც შანსს არ უტოვებდა ასეთ ოჯახს, რომ შეენარჩუნებინა ბავშვები რა. აი მაშინ ბატონმა ილია ძოწენიძემ მთელ სახელმწიფოს მისცა მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთმა მეცენატმა მოახდინოს ლაბორატორიული მოდელის ჩამოყალიბება, რაც უნდა იყოს მთელი სახელმწიფოსთვის ცნობად მისაღები.
და შეუძინა მათ სახნავს ათესი, საქონელი, ტრაქტორი, გაურემონტა ბინა, შეუქმნა ყველა პირობა, მოკლედ რომ ვთქვათ. და ეს სოციალური სამსახური დააყენა ფაქტის წინაშე და იძულებული გახადა, რომ 9 ბავშვი დაებრუნებინათ ოჯახში. ოჯახში, რომლის დედაც ან დიასახლის თავს იხრჩობდა ჭოროხში. როგორ წარმოგიდგენთ, ახლა 9 შვილს რომ წაართმევ ადამიანს, ქალბატონს, დედას, იმას რა ემოციური, ასე ვთქვათ, ფონი დაემართა. შეექმნება და როგორი ფსიქიკური ტანჯვა ექნება მას. აი ესეთი რაღაცა მოხდა და აი ამას აკეთებს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები. ერთი პატარა მაგალითი მოვიყვანეთ. რამდენი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, იმიტომ რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ძალიან ბევრი შეძლებული ადამიანი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს უჩინრად მათ შორის და გაუხმაურებლად, ისე როგორც ბატონმა ილიამ შემდგომში უკვე მედიამ აიტაცა ეს საკითხი და გამოფინა, ასე ვთქვათ, მედიამ, თორე ის არ აპირებდა ამ საკითხის გამჟღავნებას და ესე აფიშირებას. ბევრი ესეთი მაგალითი და ღმერთმა გვიმრავლოს. ისე როგორც თქვენთან ამერიკის შეერთებულ შტატებში მე რო ვიყავი თქვენთან სტუმრად აი რამოდენიმე თვის წინ ძალიან ბევრი საინტერესო ქართველი გავიცანი. მათ შორის მანჰეტენზე მდებარე, მეორე ავენიუზე მდებარე რუმინულ ეკლესიაში მოღვაწე ქართველები და შესანიშნავი ფერმწერი ბატონი გია გოგოლაშვილი. ასეთ ქართველებზე დგას რეალურად ქართული იმიჯი საზღვარგარეთ, ხო? შემოქმედებზე, ლიტერატორებზე, მწერლებზე, პოეტებზე. ქალბატონი ელისო ციკლაური, ასევე ჩვენი ღირსშესანიშნავი ქართველი მანდილოსანი წარმომადგენელი თავის დროზე 90-იან წლებში დაფუძნებული ორგანიზაცია ამირანით, რომელიც თავის იდეალისტური ბუნებით, მართლაც პატრიოტული სულისკვეთებით მუშაობდა და მუშაობს და დღემდე მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაღაცა მცირედი წვლილი შეიტანოს საქართველოსთვის სასიკეთო პირობით. გერმანიაში რამდენიც გნებავთ, მაგალითად იგივე ინგოლშტადტში, ხო, ჩვენი სიმფონიური კამერული ორკესტრის წარმომადგენლები, რომლებმაც კვალი ნათელი დატოვეს და ჩვენი დესპანები იყვნენ, კულტურული ფლაგმანები იყვნენ თავის დროზე, როდესაც ქალბატონი ლიანა ისაკაძე დამაუწყდა ვარი ლიანა ისაკაძე თავის ორკესტრთან ერთად ჩაბრძანდა და ძალიან ბევრი ასეთი მაგალითი. მე არ ვიცი ავსტრალიაში რა ხდება, დარწმუნებული ვარ, იქაც რაღაცა მნიშვნელოვანი კვალსტოვებენ. სიმართლე გითხრა, მე ისიც არ ვიცოდი თუ ავსტრალიაში ქართველები იყვნენ და ძალიან გამიკვირდა. ავსტრალიაში და ავსტრალიაში არიან ქართველები. ეხლა მარტო ილია თოფულიას არსებობა რა დღის, ხო? ჩვენთვის ქართველებისთვის სოფლიო უკვე ლეგენდად ქცეული პიროვნება, რომელიც გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ სპორტსმენი. ნამდვილი დესპანია საქართველოსი. საქართველოს გააცნო მან. ჩვენი ხვიჩაც ასევე პარაცხელია, მაგრამ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აქცენტი მაქვს ლეგიონერებზე, ასე ვთქვათ, აქცენტი მაქვს დიასპორების წარმომადგენლებზე და ილია თოფურია არის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ქართული დიასპორისა, რომელმაც ძალიან შორს გაიტანა საქართველოს სახელი და ეს მხოლოდ დასაწყისი. და უკვე პოლიტიკური მნიშვნელობის აქტია, ხო? როდესაც თქვენთან შეერთებულ შტატებში თეთრი სახლის ასე ვთქვათ, არენაზე გამბდის ადამიანი, ეს აღარ არის სპორტი, ბუნებრივი, ეს არის ნატურალური დიდი პოლიტიკა და ილია თოფურია არის სპორტსმენთან ერთად უკვე დიდი პოლიტიკოსიც, რომელიც ზრუნავს თავის საქართველოს. იმიტომ რომ საქართველოს იმიჯი ამასთან ერთად გაცილებით უფრო მაღალ პედესტალზე აიწევს. ამიტომ ღმერთმა დალოცოს და აკურთხოს, რა თქმა უნდა, თითოეული ქართველი საქართველოს ფარგლებს გარეთ. დონალდ ტრამპთან ისე თამამად იქცეოდა, თითქოს არაერთხელ იყოს ნამყოფით ერთ სახლში და თან როგორ გარბაისებდა თან გასახარიც. ო და თვითონ ტრამპიც კი, რომელსაც PR-ით ვერავინ გააკვირვებს და ზოგადად თავდაჭერილობით და ეტიკეტით და ასე შემდეგ, გაკვირვებულმა შეხედა ერთი მომენტი, რამდენად მარჯვე აღმოჩნდა ილია მასთან ერთი მხრივ გაუმკლავდა კითხვა-პასუხის რეჟიმს და მეორე მხრივ თავადვე შექმნა იმ წამსვე ახალი დღის წესრიგი. ისეთი რაღაც საინტერესო ინფორმაციები ნეტოდა მას. ხო, ნახე როგორი მომენტია. შეიძლება ლირიულ გადახვევას, დიახ და რაც შეიძლება ხა რუსეთში ვართ. რუსეთი ჩვენი მეზობელია, 840 კილომეტრი საზღვარი ეს შემთხვევით არ არის, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც ჩვენს მრეწველობას უკავშირდება, ჩვენ ინდუსტრიებს უკავშირდება, სატრანსპორტოს მათ შორის. აი მაგალითისთვის ავიღოთ, ხო? ჩვენი მეტროპოლიტენი 100%-ით მარაგ ნაწილებით ტენდერებით გათვალისწინებული პირობით მარაგდება რუსეთის ფედერაციიდან. იმიტომ თუ არ არის. ეხლა დღევანდელ დღემდე, იმიტომ რომ ეს მიტიშის
მანქანათმშენებელი ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქცია მოხმარებადია, ასე თქვა, ჩვენი ინდუსტრიისთვის და ახლა იმას პოლონეთში ვერ იყიდი და ამერიკაში და გერმანიაში ვერ შეიძენ, ხო? ისევ რუსეთიდან უნდა შეიძინო. აგერ ჰიდროელექტროსადგურები რომ ავიღოთ მაგალითად, არა, მე თვითონ ჩემი პროფესიაა, ესწავლები გახლავართ პირველი პროფესიით და ზუსტად ვიცი, ახლა ზუსტად ამას არ გეუბნებით, ახლა მოგონილს ვიღაცისგან ნათქვამს და გაგონილს, არა? რომ ჰიდროელექტროსადგურების ძირითადი მამოძრავებელი ბირთვი, რაც არის სამანქანო დარბაზში განთავსებული ეს ტურბინები, რადიალურ ღერძული ტურბინები, ისინი მზადდება ლენინგრადის ოლქში. მისი მარაგნაწილები, რომელიც ჭირდება ჩვენ ჰესებს და ცოტა არა გვაქვს ჰესები, ხო? ჩვენი ჰიდროელექტროენერგეტიკა, დაახლოებით 16% ათვისებული სამდინარო რესურსებისა, იმიტომ ძალიან ბევრი გვაქვს ჩვენ ეს რესურსები. მათ შორის იგივე შვედეთში, იგივე იტალიაში ათვისებულია 75-85%. ჩვენთან მხოლოდ 16%-ის ნიშნულზე ვართ, მაგრამ რაც გვაქვს, მისი ექსპლუატაცია მთლიანად დაკავშირებულია რუსეთიდან მარაგნაწილების წამოღებაზე. ეს ძალიან ორი პატარა მაგალითი მოგიყვანეთ, თორე ხა. თუ სასურსათო ინდუსტრიასაც შევეხებით, ხა წარმოიდგინეთ ხორც პროდუქტები, ხორბლეული 135 მილიონი ტონა ხორბალი და ხორბლეული მოიპოვა, მას მოიწია რუსეთმა გასულ წელს, რა. ეს არის რეკორდულად მნიშვნელოვანი და დიდი მოსავალი. და ეს არის ექსპორტიორი როგორც სასუქების, არორგანული სასუქების, ისე აი ამ ხორბლეულის და ჩვენ 95.3% ვართ მათზე დამოკიდებული. ხა ეს კარგია, ცუდია, მიწოდების ჯაჭვი როგორია, ხა საბაზრო ეკონომიკაში ვართ ჩართულები, ხო? სოფლიო საბაზრო ეკონომიკის პრინციპი, როგორც ანაწილებს, ასე ვთქვათ, ამ შესაძლებლობებს, ისე ვიყენებთ ჩვენ ამ შესაძლებლობებს. და აქედან გამომდინარე, ახლა 95%, თითქმის 100%-ით რო ხარ დამოკიდებული ხორბლეული კულტურებზე და ეს მიწოდების ჯაჭვი გულისხმობს, რომ ათასობით ტონა გჭირდება, ხო, კვირების განმავლობაში, ხო, არ არის ის, რომ შენ მოიტანე, შეინახე მარაგი და ერთი წელი აღარ სარგებლობ, ყოველდღიურად გჭირდება. ამიტომ ძალიან არასასურველია, როდესაც არაშესაბამისი ფონები იქმნება ხოლმე. როდესაც გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციების მსხვერპლი ხდება ჩვენი მომხმარებელი, არა, რომელსაც უძვირდება საწვავი, თქვა, უძვირდება პური და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაბიჯები გადაიდგას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთი არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკური ფასია დღის წესრიგში თავარი და მეორეა, რა თქმა უნდა, ჩვენი უზარმაზარი დიასპორები, მათ არ უნდა შეექმნათ ის პრობლემები, რა პრობლემებიც არაერთგზის შექმნიათ. და შესაბამისად, ერთი ნახევარი საქართველოს იქეთ გვყავს ჩვენ. აბა 1/13 მკვიდრი მოსახლეობისა საქართველოსი ფაქტიურად სახლობს რუსეთის ფედერაციაში. ისინი ქმნიან დოვლადს და უმრავლესობა მათგანი აგზავნის უკან საქართველოში. ისე უცნაური იცი რა არის, რომ აფხაზეთიდან დევნილიც რუსეთში წავიდა. აფხაზი მოსახლეობა და ქართველი აფხაზეთიდან დევნილი ისიც რუსეთში წავიდა. ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ 48.7% ეთნიკური მოსახლეობა საქართველოსა იქნა განდევნილი აფხაზეთიდან. კარგით ბატონო, მაშინ 360,000 ქართველი, რომელიც უდიდესი ნაწილი რუსეთის ფედერაციაში დასახლდა. მივადექით ახლა მესამე ნაწილს, რადგან მე მსურს საუბარი და აქ უბრალოდ მე გული წდება იმაზე, რომ 2007 წლამდე საქართველოს დიასპორა საკმაოდ ყარად იდგა რუსეთში და ბევრ რამეს ახერხებდა და 2007 წლის მერე გახმაურებული მოვლენები, რაც საქართველოში ესე ვთქვათ, კარწინკისთვის შექმნეს რუსი აგენტურა, რომ გაატელევიზორეს, მე ამას მოყვა მეორე უწყება და რუსეთიდანაც არ დააყოვნა უკუპასუხმა და როგორც საქონელი სატვირთო თვითმფრინავებით გადმოსხეს მახსოვს მაშინ ძალიან ბევრი და იმის მერე ქართული დიასპორას ხსენება არ იყო დიტო შენ უკეთ გახსოვს ეს იმიტომ რომ იცი მაშინ დეპუტატიც იყავი მე მგონი და ყველაზე ცუდი ის არის რომ ჩვენმა მეზობლებმა ამით კარგად ისარგებლეს მათ სასახელოდ და ჩვენი ნიშა დაიჭირეს და მე მოხარული ვიქნებოდი იმ ინფორმაციის საფუძველზე რაც ახლა შენ გააჟღერე დიმიტრი რომ იმედი მაქვს რომ ჩვენ ამ პოზიციებს დავიბრუნებთ ნუ ეს ჩემი სურვილია და რამდენადაც შეძლებს ახლა ქართველობა არ ვიცი უკვე ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს რომ გავლენები უნდა დავიბრუნოთ და მესამე თემა ერევნის არაოფიციალური სამიტი
ჩვენების ვიზიტი იქ მე ვთვლი რომ ნორმალური იყო, შედეგებზე არ დავობ, არ ვიცი, ნახოთ ამას რა შედეგები მოყვება. მე ვთვლი რომ სამეზობლოში საქართველოს წარმომადგენლებმა უნდა იაქტიურონ ჩავიდნენ, თუ ეხლა რაღაც კონფრონტაციული ფონი არ არის და ომი არ არის გამოცხადებული ამ ქვეყნის მხრიდან და მე მიჩნდება მხოლოდ ერთადერთი შეკითხვა. როგორ ფიქრობთ ბატონებო? აი იმ ფონზე, რაც ჩვენ ევროპასთან გვაქვს, დაძაბული ურთიერთობა, თამამად შეიძლება ამის თქმა, ევროპული ქვეყნების ელჩები რა პოზიტიურ როლს ასრულებენ საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაში და ჩვენების ვიზიტი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამაში ცუდი არაფერი არ არის, იქ მაკრონიც გააქტიურდა და ჩვენებს შეხვდა, ზელენსკი ეს ცალკე მოვლენაა და ეს ყველაფერი ხდება ოდეკაბ-ს წევრ სახელმწიფოსთან დაკავშირებით და სანამ უშუალოდ რუსეთის პოზიციაზე და რუსეთის რეაქციაზე ვიტყოდით, ლევან, შენ როგორ ფიქრობ? აი იმ ლიდერებიდან, რომლებიც მალე ალბათ არც ერთი აღარ იქნება ხელისუფლებაში, რა აზრი ქონდა? შენ როგორ ფიქრობ, როგორ აფასებ ამ თავყრილობას და ჩვენების იქ წარმოდგენას? მე მოკლედ ვიტყვი, მოდი ცოტა სხვანაირად ვიტყვი. მე თვითონ პაშინიანის პოზიცია მომეწონა, მან თქვა, რომ თუ არ მიგვიღებენო, ჩვენ ყოველ შემთხვევაში ისეთ პირობებს შევქმნით სასამხეთში, როგორც ევროკავშირშიაო და ეს სიტყვა მომეწონა იმ თვალსაზრისით, რომ ერთგვარი გზავნილი იყო, რომ თლათ დიდი პერსპექტივები არ აქვს სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანების და ამგვარი შემაგუებელი სიტყვა თქვა და რაც შეეხება იქ სამიტს და ჩვენ მონაწილეობას, ჩვენ უნდა მონაწილეობდეთ ჩემი აზრით ყველგან, იმიტომ რომ მკვეთრი მოძრაობების გაკეთება საჭირო არ არის, არც უარის თქმა მაგალითად გარკვეულ ფორმატებში მონაწილეობა, არც რუსეთის მიმართ რაღაცა მკვეთრი რიტორიკის გამოყენება, საქართველოს უნდა ლავირებდეს იქ ირანში ჩასვლაზე აკრიტიკებდნენ, ანზის ირანის დროშის სფერებში განათებაზე აკრიტიკებდნენ. ჩვენ ვიმყოფებით ძალიან ფეთქებად და უკვე ფაქტიურად აფეთქებულ სამეზობლოში და საქართველოს ხელისუფლება უნდა ლავირებდეს და იუველირულად უნდა მოქმედებდეს და ამ შემთხვევაში ვერაფერს ვერ ხედავ ამ გადასახედიდან ცულს რო თქვათ იქ ჩავიდნენ და გარკვეული შეხვედრებით საწარმოეს იქ ზელენსკისთან შეხვედრა იქნება თუ ნებისმიერ სხვასთან. ეს არის ძალიან ნორმალური დიპლომატიური ენის გამოყენება და ესეთი რაფინირებული მოქმედება პოლიტიკაში. გაბუტვა, რაღაცა არასწორი ლექსიკის გამოყენება დაუშვებელია ჩემი აზრით და მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან ესეთი ნორმალური მოქმედება, როგორც ხელისუფლების მხრიდან, ასევე ეხლა სასამხეთი თავისას ცდილობს და ნახოთ რა გამოუვა. დიმიტრი, ამ ვიზიტმა გამოიწვია ესეთი რეაქცია, რომ იგივე მარია ზახაროვას განცხადება იყო, არ ვიცი, ესე გავცელდა მე მისი პირიდან არ მომისმენია, რომ ჩვენ ამას სომხებს არ დაუვიწყებთ. და რა რეაქცია ჰქონდა მაგ? იმიტომ რომ ეს აშკარად რუსებისთვის იყო რაღაცა ესეთი ანტაგონისტური პლატფორმის შექმნის მცდელობა. ჩამოვიდა თითქმის ყველა ევროპული სახელმწიფო, კანადის პრემიერ-მინისტრიც კი იმყოფებოდა და ეს ხდებოდა ისე უნდა თქვა ოდეკაბ-ს წევრი სახელმწიფოს პლატფორმაზე და ფაქტობრივად იყო მოწოდება, რომ სომხეთმა უნდა აიღოს ევროპული კურსი და მოკლედ იმ 14 რესპუბლიკამ, რომელიც საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყნად მოიაზრებოდა, უნდა დაადგეს აბსოლუტურად განსხვავებულ კურსს, განსხვავებულ პოლიტიკას და მაგ რა როგორი რეზონანსი იყო და ხომ არ მიიჩნიეს ჩვენების ვიზიტი რამე რაღაცას ოპორტუნისტულ მოქმედებად? არანაირად, ახლა აღიხსნით რა იგულისხმება არანაირადში. პირველ რიგში ის, რომ
ფონ დერ ლაიენის მიერ გაკეთდა განცხადება საკმაოდ პროვოკაციული იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი სომხეთს განიხილავენ როგორც სათანამშრომლო სუბიექტს შავი ზღვის აუზის მონაწილე ქვეყანას. ეს იყო რა თქმა უნდა თავისი არსით პროვოკაციული, იმიტომ რომ ყველას ძალიან კარგად მოგვეხსენება, რომ საქართველოს გამოტოვებით და საქართველოს უგულებელყოფით და იგნორირებით ვერანაირი სომხურ ევროკავშირისეული კონტაქტი ვერ შედგება. ბუნებრივია ეს იყო გამოწვევა ჩვენთვის. და სწორედ ამ გამოწვევას გაეცა პასუხი, როდესაც ჩვენი პრემიერ-მინისტრი თამამად ჩავიდა სომხეთში და მიიღო სრულფასოვანი მონაწილეობა იმ ღონისძიებაში, რომელიც თავისი არსით, რო იცოდეთ, ესე წარმოდგენა მაქვს ყოველ შემთხვევაში, ერთის მხრივ მიზნადაც ისახავდა იმას, რომ ძალიან დაბალი რეიტინგი სახალხო სამოქალაქო შეთანხმებისა, ესე ქვია ფაშინიანის პარტიას, მაქსიმალურად ამოეკარჩა. 26%-ია სოციოლოგიური კვლევების მიხედვით ფაშინიანის რეიტინგი. არჩევნებია ივნისში, ხო? არჩევნებამდე დარჩენილია თვენახევარი ფაქტიურად, ხო? არც არის თვენახევარი დარჩენილი. თვეზე ნაკლები იყო სწორად დარჩენილი, 7 ივნისს არის არჩევნები ჩანიშნული. და შესაბამისად ახლა მათი ჩამოთვლა დაახლოებით მაგონებს იმას, რომ აი კობა სუბელიანმა მაკეინის ნომრები რო გაუგეთა თავის მანქანას და დაიწყო სირბილი იქით-აქეთ, რომ მაქსიმალურად აწეოდა მაკეინის რეიტინგები არა საარჩევნო კამპანიაში, დაახლოებით ეგ მომენტია. ჩვენ ახლა საქართველოს თავისი ვთქვათ ფორმალური ჩანაწერიც გააჩნია კონსტიტუციაში, რომელიც გარკვეულწილად ანგარიშგასაწევია მანამ სანამ ის ამოვა 78 მას გულისხმობ და შესაბამისად, როდესაც ევროკავშირის პოლიტიკური საზოგადოების სამიტი იმართება მეზობელ ქვეყანაში, რომელსაც ჩვენ პატივს ვცემ და სტრატეგიული ურთიერთობის ნიშნულზე გაყვანილი ურთიერთობა და სწორედ ასეთია, ბაშორის ასეთი ინტენსიური ქართულ-სომხური და ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები, როგორიც არის დღევანდელ მოცემულ ეტაპზე, არასდროს ყოფილა ჩვენს ისტორიაში. და შესაბამისად, როდესაც რაღაცა მნიშვნელოვანი ხასიათის ღონისძიება ტარდება ერთ-ერთ რესპუბლიკაში და გიწვევენ, რა თქმა უნდა, შენი პირდაპირ ვალდებულება იქ ჩახვიდე და მონაწილეობა მიიღო. სხვა საკითხია ამ მონაწილეობის მიღებით, თქვათ, რა კონკრეტულ გზავნილს ტოვებ ან რა პოლიტიკურ დივიდენდს იღებ ან შესაბამისად შესაძლებლობას იტოვებ, რომ გააკეთო შემდგომი განაცხადება. არამც თუ ვთქვათ, დამაკმაყოფილებელი იყო ჩვენი მოქმედება ამ შემთხვევაში, არამედ ძალიან სწორი, სტრატეგიულად გამართული და მნიშვნელოვანი. რატომ არ უნდა მიიღო საქართველოს მონაწილეობა? საქართველოს სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც ჩინეთს აკავშირებს ბრეტონის ნახევარკუნძულს და მთელ აღმოსავლეთ ევროპას საშუალებას აძლევს, რომ დამატებითი მწვანე ენერგიების მომხმარებელი გახდეს ჩვენზე გავლით და ჩვენ იმისი უფლება არ უნდა გქონდეს, რომ ასეთ სამიტში მონაწილეობა მივიღოთ. ეს არასერიოზულია, ბუნებრივია. ზოგადად გეოპოლიტიკა ამორალურია და მას არ გააჩნია არავითარი ესეთი ზნეობრივი წახნაგები. და როდესაც გააქვს შანსი იმისა, რომ მიიღო მონაწილეობა ისეთ პროცესში, რომელშიც შეიძლება უშენოდ განიხილონ შენი საკითხი და შენ სადღაც მენიუს სახით იყო განსახილველი, მაგას ჯობია რომ მოწვეულ სტუმართა შორის იყო და შენ თვითონ განიხილავდე მენიუს სხვებთან ერთად. ასე რომ პოლიტიკა აი ამ კომპრომისების ხელოვნება ზოგჯერ ეს ჩანს ძალიან არაპოპულარული, მათ შორის იმ კუთხით, რომ ერთის მხრივ იქ ჩადიხარ სომხეთში, მაგრამ მეორის მხრივ სხვის მიმართ, ასე თქვათ, გიწევს მე შემდგომში ასე თქვათ, გარკვეული ანგარიშის გაწევა, ასია ყოველთვის და ესეთი ბალანსის პრინციპით და ბალანსის თეორიით ხდება ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისა და შემდგომი, ასე თქვათ, მიმართულების განსაზღვრა და საქართველოს სხვათა შორის ამ ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად ინარჩუნებს საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში სტაბილურ როლს და მნიშვნელობას და ეს სამხრეთი ერეფნის მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი აქტორია აზერბაიჯანთან ერთად და აც უკვე მალე ალბათ სომხეთთან ერთადაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ქართულ-სომხურ აზერბაიჯანული ასეთი ტრიადა გახდეს რაღაცა გეოპოლიტიკური მნიშვნელობის პოლიტიკური აქტის განმახორციელებელი რეგიონალიზმის პრინციპით და არა მხოლოდ ეროვნული სახელმწიფოების პრინციპით. ჩვენ რაც უფრო შევკრავთ სამნი ერთად პოზიციას, მით უფრო ანგარიშგასაწევი გავხდებით ყველასთვის, იმიტომ რომ ჩვენ დიდი მეზობლები გვყავს, თავისი დიდი ისტორიული ინტერესებით და ეს ისტორიული ინტერესების გათვალისწინებით და მეორე მხრივ ჩვენი ორგანული ინტერესის თანხმედრის ანალიზით ჩვენ და მივიღოთ ყველაზე უფრო მისაღები გადაწყვეტილება.
იდეალური გადაწყვეტილება ვერ იქნება ვერასდროს მიღებული ალბათ რა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ნაკლებ ზიანის მომტანი, ყველაზე სწორი და გამართლებული ისტორიის წინაშე, რომ სწორად და მართალ მხარეს დარჩეს ჩვენი ქვეყანა. აი ამიტომ ეს არის პროცესი. ამ პროცესში ვიღებთ ყველანი მონაწილეობას, მთელი ერი ვიღებთ მონაწილეობას და სამწუხაროა, რომ სწორედ ქართულ-რუსული ურთიერთობების კრიზისის ფონზე ჩვენ მხოლოდ სახალხო დიპლომატიის პრინციპების გამოყენებით გვიწევს მოქმედება, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს კრიზისი ძალიან მალე დამთავრდება. მიმდინარეობს გადატვირთვა და ფორმატირება ახალი მსოფლიო წესრიგისა. ფაქტიურად ეს სამართლის ძალა ჩანაცვლებულია ძალის სამართლით. ვინმეს მოწონს ეს, არავის არ მოწონს. განსაკუთრებით ხელწერტილებში, არც უკრაინის მოსახლეობას, არც ღაზას სექტორის მოსახლეობას, არც ახლო აღმოსავლეთის, არაბეთის ნახევარკუნძულისა და განსაკუთრებით ირანის ახლო აღმოსავლეთში ცხოვრებლებს. მაგრამ ეს არის ის, როგორ გიხდათ, სახადივით, რა, რომელიც მათ თავს დაატყდათ და ჩვენ მაქსიმალური ვალდებულება გვაქვს, რომ ეს სახადები ავიცილოთ თავიდან, ძალიან დიდი ხნით დავიცვათ ყოველ შემთხვევაში ამ ყველაფრისგან. თავის სანამდე შევძლებთ, რომ ეს გავაკეთოთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ახლა ერთსულოვნება. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქართული ეკლესია დღეს ახალი ძალითა და ახალი ენერგიით შეუდგა ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის განმტკიცებას. და ამას ყველაფერს ვარაუდი ჭირდება, ამას ყველაფერს გულშემატკივრის პოზიციიდან ცქერა ჭირდება და მოსიყვარულე შვილის პოზიციიდან ჭირდება, რა თქმა უნდა, მხარდაჭერა და არა ჩასაფრებული მტრის. არ გვაკლია ბატონებო მტერი და ყველაზე დიდი სირცხვილი ის არის, რომ ქართველზე მეტი მტერი ქართველს მაინც არ ყავს, აი, გინდათ ესე გავზრუნოთ, გინდათ ისე გამოვზრუნოთ. ძალიან პოლარიზებულია საზოგადოება და მხოლოდ დედა ეკლესია შეძლებს, რომ ისინი შეარიდოს. დაპირისპირებული მხარეები. ერთ ვიტყვი, აი, ეს მაგინდოდა დიმიტრი რასაც ამბობდა, აი დაბალანსების პოლიტიკა, რაც შეეხება რეგიონალური დაბალანსების პოლიტიკა, ანუ საქართველოს ამას მარტო ვერ მოახერხებს და სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად ჩვენ თუ თქვათ გადავიკვეთებით ინტერესებში, ეს რა თქმა უნდა ტერიტორიულ მთლიანობასაც წაადგება და იქნება იმ მყარი ხიდი მართლაც ევროპასა და აზიას შორის და ამ გიგანტებს შორის ეს ისტორიული ინტერესები რო გააჩნიათ, რა თქმა უნდა, ამ ჩვენი ქვეყნის მიმართაც ჩვენ იმედი მაქვს, რომ შევძლებთ ამ პოლიტიკის წარმოებას, რასაც ქვია დაბალანსება და ყველას ინტერესი ჩაიდება, როგორც ევროპის, ასევე ჩინეთის, ასევე რუსეთის, ყველას ინტერესი უნდა იყოს გათვალისწინებული და როდესაც ეს დამთავრდება, მართლა ეს სახადს, როდესაც მოვიხდით ამ ომებს და დაპირისპირებებს, ეხლა სხვათა შორის შეხვედრა მიმდინარეობს ორ გიგანტს შორის და იქაც გამოჩნდება როგორ რაზე მოილაპარაკებენ და როგორ და მე ვფიქრობ რომ აი სამ პატარა სახელმწიფოს შეგვიძლია მივცეთ გარკვეული ტონი ამ დიდ რეგიონალურ მოთამაშეებს და ვაჩვენოთ რომ ერთსულოვნებას და ერთად ყოფნას აქვს ძალიან დიდი ძალა და ფაქტიურად დიდი პოზიტივის მომტანი ფაქტორი. ძალიან კარგი. და უკვე ბოლოს სანამ ჩვენ ამ გადაცემის ჩაწერას დავიწყებდით, რუსეთის ფედერალურ არხებს უყურებდი და ძალიან დიდი მოლოდინი არის პოზიტიური ტრამპის და სი ძინპინის შეხვედრისა. ანუ რუსებს აქვს თავიანთი მოლოდინი, რომ იქ ბევრი რამ გაირკვევა და შემდეგ ჩადის ვლადიმერ პუტინი, ამასაც დიდ როლს ანიჭებენ, რომ ანუ ნასაუბრალზე ჩადის, არ ვიცი ეს რამდენად გამართლებულია რუსებისთვის, მაგრამ ნუ თავად იციან. მაგრამ მე ესეთი შეკითხვა მაქვს, დიმიტრი, მე და შენ წინა ჩვენი ჩართვისას შენ კარგად აღნიშნე შიდა პოლიტიკური ვითარების არასტაბილურობა, ნიგმატულინის აკადემიკოს ნიგმატულინის გამოსვლა, ბლოგერებზე რო არაფერი ვთქვათ, კრემლთან დაახლოებული ანალიტიკოსების საკმაოდ კრიტიკული განცხადებები, მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმებზე ძალიან კვახი განცხადებები, 2 დღის წინ მე უსმენდი ინტერვიუს კარაგანოვისა, იმანაც რაღაც არაერთ მნიშვნელოვნად თქვა და აი ეხლა შენ რახან მაქვს იმყოფები, ეს ფონი როგორია? მართლა კრიტიკულია და 9 მაისის აღლუმე რახან რუსებმა გადააგორეს, ეხლა რამე
ცვლილებებს უნდა ელოდეს მსოფლიო და ჩვენ განსაკუთრებით საქართველოს რამ ესეთი იგეგმება, როგორ ატყობ. თუ ის რაც ახლა რუსეთში ხდება, ეს არ მომხდარა 200 წლის განმავლობაში. 56 ქვეყნის წინააღმდეგ ომებს ქვეყანა. ჩვენ შეგიძლია წარმოიდგინოთ, რასთან არის ყველაფერი დაკავშირებული. ქვეყანა გადასულია სამხედრო ეკონომიკურ რელსებზე თავიდან ბოლომდე. და ბუნებრივია, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც სეგმენტს აკლდება და ეს მიემართება დაახლოებით იმ პრინციპით, რა ჩვენ აი ბავშვობაში პლაკატებზე გვაქვს წაკითხულია რა. всё для фронта. როგორც იწერებოდა და იბეჭდებოდა. აი დაახლოებით ესეთი ვითარება, მაგრამ მეორეს მხრივ ეხა რო გითხრათ, რომ მოსკოვის ქუჩებში ეს რამე აისახება რაღაცა კრიტიკულ ფორმებში და ფერებში არანაირად ეს ჩვეულებრივად გრძელდება სამოქალაქო ცხოვრება დინამიურად, აბსოლუტურად უნივერსიტეტები, უმაღლეს დაწესებულებები, სახელმწიფო ინსტიტუტები, ყველაფერი მუშაობს, როგორც მუშაობდა და ეს ცხოვრება გრძელდება, მაგრამ ამის მიღმა რეალობა არის ის, რომ 56 ქვეყანა თავისი ნაერთი სამხედრო ბიუჯეტით უპირისპირდება რუსეთს. და რუსეთი მათ უკვლავდება. უკვლავდება იმ პირობებში, როდესაც თუკი ამ 200 წლის განმავლობაში წამოწყებულ ომებში, თქვათ, რუსეთს ყოველთვის ყავდა თავისი მოკავშირე, მათ შორის ევროპაში თუ ამერიკის კონტინენტზე, დღეს მას ეს მოკავშირეები აღარ ყავს. ფაქტურად მარტო ეხლა ბელარუსს მე არ ვთვლი ეხლა ცალკე მოკავშირე სახელმწიფოდ, იმიტომ რომ სამოკავშირეო ერთიანი ეკონომიკური სივრცე და პრინციპები გააჩნიათ სამოქმედო. ჩინეთი არ არის რუსეთის მოკავშირე, როგორადაც შეიძლება ვინმეს ეს ეგონოს. პირიქით, ჩინეთი არის გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე რუსეთის. და მას გააჩნია თავისი დღის წესრიგი, იმიტომ რომ განსხვავებით საბჭოთა კავშირისგან, ჩინეთს დღეს გააჩნია მოწინავე ეკონომიკა, მოწინავე ტექნოლოგიები და საკმაოდ განვითარებული არმია, ფლოტი და ტრიადა მასაც გააჩნია ბირთვული. აქედან გამომდინარე, ყველაზე მოუხერხებელი ეს არის, თქო, მოწინააღმდეგე ამერიკის შეერთებული შტატებისა, რომელიც მაქსიმალურად ეცადა ბოლომდე რომ ეკონომიკურად დაეხრჩო ჩინეთი. აი ახლაც, როდესაც ტრამპი ხდება სი ძინპინს ერთ-ერთი მთავარი დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხი, ეს არის გეოეკონომიკური მნიშვნელობის საკითხი, რომ ამერიკულმა ბიზნესმა შეაღწიოს ჩინურ ბაზარზე. კი, გასაგებია, ეს შეიძლება ანტურაჟის ხასიათსაც ატარებს იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები ამასობაში იქნეს ჩამოყალიბებული დღის წესრიგად, ეს უკრაინას შეეხება და ირანს შეეხება ბუნებრივია. და ვლადიმერ პუტინის ვიზიტიც, რომელიც დაგეგმილია ტრამპის ვიზიტის შემდგომ, ამისი პირდაპირ ინდიკაციაა. რომ სი ძინპინი არის ერთ-ერთი მთავარი ბრძენის სი, როგორც მას უწოდებენ, არის მთავარი მედიატორი აი ამ უაღრესად გაჭიანურებული და არავისთვის სასარგებლო თქვათ ქმედების მომტანი ომების, მოგვარების. ასე რომ დაველოდოთ ძალიან მალე ეს ყველაფერი გამოჩნდება, ფაქტია რომ ჩინეთმა ამოიღო ხმა. ფაქტია რომ ჩინეთს გააჩნია უკიდურესად კრიტიკული ინტერესი ჰორმუზის სრუტის გახსნისა, იმიტომ რომ ირანი არის მისი დიდი გასამართი სადგური, ასე ვთქვათ და ბენზინ გასამართი სადგური. და ასე დიდხანს ჭიანურდებოდეს, ისე რომ ჯერ ირანმა დაბლოკა, ხო? ახლა უკვე შეერთებული შტატები და კოალიცია ბლოკავს ჰორმუზის სრუტის გამოსავალს, ეს რა თქმა უნდა წარმოუდგენელ წინააღმდეგობას ქმნის მათ შორის ჩინეთისთვის და როგორც ჩანს მომწიფდა სიტუაცია, რომ ამ კრიზისიდან გამოსავალი მოინახოს. ძალიან მალე ეს გამოსავალი და როგორც ვარაუდობენ, ეს დაკავშირებული იქნება უკრაინის ომის დასრულების პირობების განსაზღვრასთან მათ შორის. ესე იგი, რაღაც მაისის ბოლოს რაღაც სურათი გამოიკვეთება, ნუ ყოველ შემთხვევაში კონტურები. დიახ, მაისის ბოლოს ივნისში, განსაკუთრებით ივნისში უკვე გამოიკვეთება საბოლოო. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისთვის. თუ რამე გსურთ, დავამატეთ და დასასრულისკენ წავიდეთ. თუ რამე გსურთ. მე ვიტყოდი რომ ის კი ბატონო, გზავნეთ. შიო მესამეს მინდა უსურო სიმტკიცე და ღვთისმფარველობა და ჩვენ ერთს სიბრძნე და ერთიანობა და სამშობლოს გაერთიანება. ეს არის სურვილი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი. სულიწმიდის მადლით გამორჩეულ ჩვენ პატრიარქს ფარავდეს ყოვლადწმიდა სამება და სრულიად ქართველი არის ედგას მას გვერდით და გამრავლდეს ერი ჩვენი პატრიარქის, დღევანდელი პატრიარქის
ნამდვილად არის სურვილი და ოცნება და პირველი სიტყვა მან პირველად როდესაც მოსაყდარი გახდა, აი კარგად მახსოვს 2017 წლის 4 დეკემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის აზრად მიყვანების დღესასწაულზე სიონში წარმოთქვა ეს სიტყვა და მან თქვა რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს არის მისიონერული მოღვაწეობა და ასე ვთქვათ ეკლესიის ფარგლებს გარეთ ნახვა სწორედ იმ გზააბნეული შვილებისა, რომელთა დაბრუნება უნდა გახდეს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და მიზანი ჩვენი დედა ეკლესიისა, რომელიც არის ერის და ფერის კრებული. დიდი მადლობა და ასე იყოს და ღმერთმა მიცეს ძალა და შემწეობა საქართველოს ახალ პატრიარქს, რომ გაუმკლავდეს გამოწვევები ბევრი იქნება, დარწმუნებული ვარ და ასევე უფლის ფარველობა არ მოაკლოს საქართველოს თითოეულ მკვიდრს და ჩვენ ყველას ქართველს. თუ არა ქართველს, ვინც საქართველოს გულშემატკივარია. ყველა პოლიტიკურად ქართველია. ამინ. დიდი მადლობა მეგობრებო. აქციოს. დიდი მადლობა მეგობრებო ამ საინტერესო გადაცემისთვის და წარმატებებს გისურვებთ. ხაზზე ვართ ერთმანეთთან და მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა ნიკო. სიკეთე და ღვთისმსხალობა. ნამდვილად. ამინ.